დილა მშვიდობისა. ბიბლიოგრაფიული ცნობები და გამომცემლის წყარო სტატია ხელმისაწვდომია აღწერაში, ვიდეოს ქვეშ. თუ გსურთ ხელი შეუწყოთ სამეცნიერო ცოდნის გავრცელებას, გამოიწერეთ და შეგიძლიათ წერა თითი მაღლა აწიო. აბსტრაქტი. დედამიწის ბიომრავალფეროვნების ისტორიაში მასობრივი გადაშენების 5 მოვლენა მოხდა, ყველა გამოწვეულია დრამატული, მაგრამ ბუნებრივი მოვლენებით. აცხადებდნენ, რომ მე-6 მასობრივი გადაშენება შესაძლოა მიმდინარეობდეს, ამჯერად მთლიანად ადამიანების მიერ გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულება მიუთითებს, რომ არსებობს ბიომრავალფეროვნების კრიზისი, რაც იწვევს გადაშენების მზარდი და კლების სიმრავლეს, ზოგიერთი არ აღიარებს, რომ ეს არის მე-6 მასობრივი გადაშენება. ხშირად, ისინი იყენებენ ეკნის წითელ ნუსხას თავიანთი პოზიციის გასამყარებლად და ამტკიცებენ, რომ სახეობების დაკარგვის მაჩვენებელი არ განსხვავდება ფონური მაჩვენებლისგან. თუმცა, წითელი ნუსხა ძლიერ მიკერძოებულია, თითქმის ყველა ფრინველი და ძუძუმწოვარი, მაგრამ უხერხემლოების მხოლოდ მცირე ნაწილი შეფასებული იქნა კონსერვაციის კრიტერიუმების მიხედვით. უხერხემლო ცხოველთა გადაშენების ჭეშმარიტი რაოდენობის შეფასებების გაერთიანება მივყავართ დასკვნამდე, რომ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ფონურ მაჩვენებელს და რომ ჩვენ შეიძლება მართლაც ვიყოთ მე-6 მასობრივი გადაშენების დაწყების მოწმენი. მაგალითად, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ მოლუსკებზე, მეორე უმსხვილეს ჯგუფზე ცნობილი სახეობების რაოდენობით და, თამამად ექსტრაპოლაციის მიხედვით, ვაფასებთ, რომ დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვით 1500 წლიდან, შესაძლოა 7-5-დან 13%-მდე 50,000-დან 260,000-მდე ყველა დაახლოებით 2-დან. მილიონობით ცნობილი სახეობა უკვე გადაშენებულია, ბრძანებით მეტი სიდიდე წითელ ნუსხაში ლუ-200, ბუ-200, ბიუ-882,004%. ჩვენ განმიხილავთ განსხვავებებს გადაშენების ტემპებში დარგების მიხედვით, საზღვაო სახეობებს ემუქრებათ მნიშვნელოვანი საფრთხეები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ წინა მასობრივი გადაშენება ძირითადად ზღვის უხერხემლოებით იყო განსაზღვრული, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ საზღვაო ბიოტამ მიაღწია იმავე კრიზისს, როგორც არასაზღვაო ბიოტას. კუნძული სახეობებმა გაცილებით დიდი მაჩვენებლები განიცადეს, ვიდრე კონტინენტური. მცენარეებს ისეთივე კონსერვაციის მიკერძოება ემუქრებათ, როგორც უხერხემლოებს, თუმცა არის მინიშნებები, რომ მათ შეიძლება განიცადეს გადაშენების დაბალი მაჩვენებელი. არიან ისეთებიც, რომლებიც არ უარყოფენ გადაშენების კრიზისს, მაგრამ იღებენ მას, როგორც ევოლუციის ახალ ტრაექტორიას, რადგან ადამიანები ბუნებრივი სამყაროს ნაწილია, ზოგიც კი იღებს მას, ადამიანური სარგებლობისთვის მანიპულირების სურვილით. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ პოზიციებს. ადამიანი ერთადერთი სახეობა, რომელსაც შეუძლია დედამიწის მასშტაბით მანიპულირება და მათ საშუალება მისცეს მიმდინარე კრიზისი მომხდარიყო. მიუხედავად მრავალი კონსერვაციის ინიციატივისა სხვადასხვა დონეზე, უმეტესობა არ არის ორიენტირებული სახეობაზე გარდა ზოგიერთი ქარიზმატული ხერხემლიანი და კონკრეტული ქმედებები თითოეული ცოცხალი სახეობის ინდივიდუალურად დასაცავად უბრალოდ შეუძლებელია რიცხვების ტირანიის გამო. როგორც სისტემური ბიოლოგები, ჩვენ ხელს ვუწყობთ ბიომრავალფეროვნების თანდაყოლილი ადამიანური შეფასების აღზრდას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ გზავნილს, რომ ბიომრავალფეროვნება, რომელიც ჩვენ სამყაროს ასე მომხიბვლელს, ლამას და ფუნქციონალურს ხდის, შეუმჩნევლად ქრება უპრეცედენტო სიჩქარით. მზარდი კრიზისის პირობებში, მეცნიერებმა უნდა მიიღონ პრევენციული არქეოლოგიის პრაქტიკა და შეაგროვონ და დააფიქსირონ რაც შეიძლება მეტი სახეობა, სანამ ისინი გაქრება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ბუნების ისტორიისა და ტაქსონომიის ღირსეული შესწავლის აღორძინებაზე. კრიზისის უარყოფა, უბრალოდ მისი მიღება და არაფრის კეთება, ან თუნდაც კაცობრიობის მოჩვენებითი სარგებლობისთვის მისი მიღება, არ არის შესაფერისი ვარიანტები და გზას უხსნის დედამიწას, გააგრძელოს თავისი სამწუხარო ტრაექტორია მე-6 მასობრივი გადაშენებისკენ. 1. შესავალი. თავის წიგნში მე-6 გადაშენება, არაბუნებრივი ისტორია, ელიზაბეთ კოლბერტმა წარმოადგინა მზარდი მტკიცებულება იმისა, რომ დედამიწა არის ბიომრავალფეროვნების მასობრივი გადაშენების მე-6 ძირითადი ეპიზოდის დასაწყისში, ან შესაძლოა შუაში, მას შემდეგ, რაც დედამიწაზე სიცოცხლე გაჩნდა. პირველი ასეთი. მოვლენა მთლიანად ადამიანის მიერ იყოს გამოწვეული. ის არავითარ შემთხვევაში არ არის პირველი, ვინც გამოიტანა ეს დასკვნა და ის კვლავ განმეორდება.
ბიომრავალფეროვნების ძირითადი კრიზისის მტკიცებულება აბსოლუტური ჩანს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც უარყოფენ, რომ ასეთი მტკიცებულებები ნამდვილად არსებობს და თვლიან, რომ კონსერვაციისა და ბიომრავალფეროვნების მეცნიერთა მიერ გაზვიადებულია ბიომრავალფეროვნების დაკარგვაზე მეტი საზოგადოების და პოლიტიკური ყურადღების მიქცევა და კვლევის გრანტების მოპოვების შესაძლებლობების გაძლიერება. ასეთი უარყოფა გახდა სათაური, როდესაც გამოქვეყნდა სამთავრობოთაშორისო სამეცნიერო პოლიტიკის პლატფორმა ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური სერვისების შესახებ 2019 ანგარიში მაგ. პლატ 2019 ისინი განაგრძობენ ზრდას, როგორც აღნიშნა ლიზმა 2020. უარყოფა განსხვავდება სკეპტიციზმისგან ჯილხე 2018 ვაშინგტონი 2018. ეს უკანასკნელი წარმოადგენს სამეცნიერო კვლევისა და აღმოჩენის ჭეშმარიტ კომპონენტს, ეჭქვეშ აყენებს ვარაუდებს, შედეგებს, ინტერპრეტაციებს და დასკვნებს, სანამ მტკიცებულებათა წონა არ დაუჭერს მხარს ამა თუ იმ დასკვნას. მეორეს მხრივ, უარყოფა არის აშკარა ურწმუნოება მტკიცებულების ამ წონის მიმართ. მეექვსე მასობრივი გადაშენების ცნება, ან სულ მცირე, ბიომრავალფეროვნების ძირითადი კრიზისის, სკეპტიციზმისა და უარყოფის წინაშე დგას, ისევე როგორც ანთროპოგენური კლიმატის ცვლილების ცნება, ევოლუციის ფაქტი, ინვაზიური სახეობების უარყოფითი ზემოქმედება და მეცნიერების მრავალი სხვა ასპექტი. გენერალი. სკეპტიციზმი და უარყოფა შეიძლება გაძლიერდეს მედიის სათაურებით, რომლებიც ზედმეტად დრამატიზირებენ სავალალო მოკლებადიანი პროგნოზებით, მეცნიერთა შორის პროფესიონალური აზრთა სხვადასხვაობის გაზვიადებით, მაგალითად, მონაცემთა ანალიზისა და ინტერპრეტაციის დამწერების არმაგედონის ალბათობის შესახებ. მეცნიერების ამ უარყოფის დიდი ნაწილი არ არის გამოქვეყნებული ცნობილ რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში და ზოგიერთ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური ელფერი, როგორც ეს იყო აშში რესპუბლიკელი ჩინოვნიკების რეაქცია ბიომრავალფეროვნების შესახებ მთავრობათაშორისი სამეცნიერო პოლიტიკის პლატფორმის გამოქვეყნების შემდეგ და ეკოსისტემური სერვისების ანგარიში 2019 წელს ტბაის 2019. ორი ძირითადი კრიტიკა გაკეთდა მათ მიმართ, ვინც ამტკიცებს, რომ ჩვენ ვართ რა შეიძლება იყოს წყალგამყოფი წერტილი ჩვენი პლანეტის ისტორიაში. პირველი არის პრეტენზია, რომ გადაშენების სავარაუდო ტემპები გადაჭარბებულია და რომ გადაშენების ამჟამინდელი მაჩვენებელი არ არის მნიშვნელოვნად აღემატება ბუნებრივ ფონურ სიჩქარეს. მეორე არის ურთიერთდაკავშირებული პრეტენზიები, რომ ნებისმიერი გადაშენება კომპენსირდება ახლად განვითარებული სახეობების ეკვივალენტური ან უფრო დიდი წარმოშობით და იმის გამო, რომ ადამიანები ბუნებრივი სამყაროს ნაწილია, ადამიანის მიერ გამოწვეული გადაშენებები არის ბუნებრივი მოვლენა, ევოლუციური ტრაექტორიის ნაწილი. სიცოცხლე დედამიწაზე. ეს შეხედულება სხვადასხვა ფორმით გამოჩნდა პოპულარულ პრესაში მაგ. AEPN 2017 ვებსაიტებზე მაგ. Band 2015 Middleton 2017 და ზოგიერთი აკადემიური ეკოლოგის ნაშრომებში მაგ. TAMS 2017. ამ მოსაზრების შედეგი არის, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ევოლუციის ეს ახალი ტრაექტორია. ფომასმა 2017 თქვა, რომ ევოლუციის ტემპი და შესაბამისად სახეობების განვითარება ახლა იზრდება ადამიანების მიერ განხორციელებული ცვლილებების ფონზე. ზოგიერთი აღიარებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ მიაჩნიათ, რომ არ არსებობს მასობრივი გადაშენება, ყოველ შემთხვევაში, ჯერ კიდევ არა, ბევრი სახეობა ხდება უფრო იშვიათი ან ლოკალიზებული, თან ახლავს გენეტიკური მრავალფეროვნების დაკარგვა და რომ სწორედ აქ უნდა გავამახვილოთ ჩვენი ძალისხმევა, რადგან იშვიათობა შეიძლება იყოს საშინელი შედეგები გლობალური ეკოსისტემებისთვის. აღსანიშნავია, რომ გაზრდილმა იშვიათობამ შეიძლება გამოიწვიოს ფუნქციური გადაშენება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი დაქვეითება თანადროული გადაშენების გზით. გაზრდილი იშვიათობა უდავოდ მართალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასობრივი გადაშენებაც არ ხდება. განსხვავდება თუ არა მიმდინარე ეპიზოდი წინა მასობრივი გადაშენებისგან. დედამიწის ისტორიაში არაერთი ასეთი ეპიზოდი ყოფილა. ავტორთა უმეტესობა მიიღო 5 მნიშვნელოვანი მასობრივი გადაშენება კამბრიული პერიოდის შემდეგ. ეს ყველაფერი გამოწვეულია ბუნებრივი ფენომენების მრავალფეროვნებით და განისაზღვრა, მაგალითად, ბარნოსკი 2011, როგორც მოვლენები, რომლებიც გამოირჩევიან გადაშენების უფრო მდგრადი ფონური სიჩქარით, როდესაც გადაშენების ტემპები უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერ სხვა გეოლოგიურ ინტერვალში.
540 მილიონი წელიდან მოიცავს. გარკვეულწილად თვითნებურად, სავარაუდო სახეობების 75%-ზე მეტი დანაკარგს. ამის აპირისპიროდ, გადაშენების ამჟამინდელი მაღალი მაჩვენებელი უშუალოდ ადამიანების მიერ არის გამოწვეული. ალვეიმ 2008 გվ. 11541 ხაზი გაუსვა ამ განსხვავებას ლაკონურად და განაცხადა, რომ დღევანდელი მასობრივი გადაშენების მრავალი ანთროპოგენური მიზეზი ღრმად არ არის დაკავშირებული ადრინდელ, ცნობილ მიზეზებთან. მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე კრიზისი არცებითად არასაზღვაო ფენომენია, წინა მოვლენები ძირითადად განისაზღვრა ზღვის, ძირითადად უხერხემლოების, ნამარხების საფუძველზე, თუმცა ბოლო ცარცული მოვლენა მოიცავდა არა ფრინველის დინოზავრების დახუპას. გარდა ამისა, სხვადასხვა ავტორმა მიაღწია სულ მცირე 2 ან 61 მასობრივ გადაშენებას, როგორც მიმოიხილა ბამბახი 2006, რომელმაც დაასკვნა, რომ იყო 18, მაგრამ მხოლოდ 3 გამოირჩეოდა მიმდებარე გადაშენების ინტენსივობის უწყვეტობიდან, თუმცა ბევრი ავტორი აგრძელებს ტრადიციული ხუთეულის მიღება. ვიენს, სვირტ და ვუსლი 2020, მიუხედავად იმისა, რომ ფილოსოფიურად ამტკიცებენ, რომ ტერმინები ფონური გადაშენება და მასობრივი გადაშენება შეუსაბამოა, რადგან ეს ფენომენი მართლაც არის კონტინუუმის ორი უკიდურესობა. მიუხედავად ამისა, აღიარეს, რომ მიმდინარე კრიზისი თვისობრივად განსხვავებულია მისი გამო. ანთროპოგენური მიზეზი. ყველა არგუმენტში, რომელიც უარყოფს მიმდინარე კრიზისს, არის ის, რომ არ არის საჭირო შეშფოთება, ან იმიტომ, რომ არ არსებობს ასეთი მასობრივი გადაშენების მოვლენა, ან, როგორც დუგ ერვინის ჰიპოთეტური ვარაუდით, თუ ჩვენ ნამდვილად ვართ მასობრივი გადაშენების შუაგულში, მაშინ უკვე გვიანია და აზრი არ აქვს, რაინეს გაკეთებას მაინც გაითვალისწინეთ, რომ თავად ერვინს ჯეროდა, რომ მასობრივი გადაშენება არ არსებობს, ან ეს პროცესი მხოლოდ დაწყებულია და რომ ჩვენ შეიძლება გვქონდეს ამის თავიდან აცილების შანსი, თუ გავარკვევთ როგორ. უამრავ სხვასთან ერთად, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ დასკვნებს, უპირველეს ყოვლისა, 3 მიზეზის გამო, აი არსებობს მზარდი მტკიცებულება, რომ გადაშენების მაჩვენებელი არ არის ნორმალური, მესამე ადამიანის პოპულაციის ექსპონენციალური ზრდა და ადამიანის ზემოქმედება ბუნებრივ სამყაროზე არანორმალურად სწრაფია და რაც მთავარია, მესამე ჩვენ არ ვართ უბრალოდ სხვა სახეობა, რომელიც ვითარდება გარე გავლენის პირობებში, რადგან ჩვენ გვაქვს შეგნებული არჩევანი ჩვენს მომავალთან და დედამიწის ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით. ამრიგად, ჩვენ არამხოლოდ ვკარგავთ სახეობებს ნორმალურზე მეტი ტემპით, არამედ ევოლუციის სპეციფიკაციის პროცესებიც ვერ შეძლებენ ამ დანაკარგს. მიგვაჩნია, რომ მე-6 მასობრივი გადაშენება, სავარაუდოდ, დაიწყო და წარმოგიდგენთ არგუმენტებს მათ წინააღმდეგ, ვინც ამას უარყოფს. ჩვენ, ალბათ, ვერ დავარწმუნებთ მათ, ვინც ამ ეპიზოდს დედამიწაზე სიცოცხლის ბუნებრივი ევოლუციის ნაწილად მიიჩნევს და შესაბამისად მისაღებია, რომ ეს უბრალოდ მოხდეს, ანუ ისინი ცდებიან. არც მათ დავარწმუნებთ, ვინც ფიქრობს, რომ გვიანია ამის შეჩერება და ამიტომ უნდა მივიღოთ იგი, ანუ ისინიც ცდებიან. თუმცა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მაინც შევაჩერებთ მათ, ვინც ამის უარყოფით ან შემცირებით თამაშობს მათ ხელში, ვინც მხარს არ უჭერს ამისთვის არაფერს, ან მათ, ვინც ამას აღიარებს, მხარს უჭერს, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოთ ბიომრავალფეროვნების მანიპულირებისთვის, თუ არა მხოლოდ ადამიანური, არსებითად ეკონომიკური, სარგებელი. ეს უკანასკნელი შეხედულება მეტნაკლებად გამოხატული იყო ზოგიერთი ცნობილი კონსერვატორიის მიერ და გახდა ახალი კონსერვაციის ან ნეოლიბერალური კონსერვაციის მთავარი მახასიათებელი, თუმცა პარადინგმა მკაცრად გააკრიტიკეს, მაგალითად, ბუშერმა 2012, სოლეი 2013 და როლსტონ 2018. 2. მე-6 მასობრივი გადაშენების განსაზღვრა. თუ ვინმე განიხილავს მასობრივ გადაშენების მოვლენას, როგორც ხანმოკლე პერიოდს, როდესაც სახეობათა სულ მცირე 75% იკარგება, მიმდინარე გადაშენების კრიზისი, სახელწოდებით მე-6 მასობრივი გადაშენება თუ არა, ჯერ არ მომხდარა, ეს არის პოტენციური მოვლენა, რომელიც შეიძლება მოხდეს მომავალში McLeod 2014 გობ. 2. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს ჯერ არ მომხდარა, რაც მხოლოდ ერთხელ შეიძლება დადასტურდეს, არ ნიშნავს, რომ ეს არ მოხდება ან არ არის განხორციელების პროცესში.
მართლაც, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთი ან რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, თუ არაფერი გაკეთდება ბიომრავალფეროვნების დაკარგვის ამჟამინდელი ტემპის შესანელებლად ან შესაჩერებლად. მაგრამ ეს ნამდვილად დაიწყო და გამოწვეულია ადამიანის საქმიანობით. მაგრამ მოდის დაიწყო? დაიწყო თუ არა ეს თანამედროვე ადამიანების პირველი ექსპანსიით აფრიკიდან 245.000 წლის წინ, ან 12-დან 10.000 წლის წინ ნეოლითური რევოლუციის დროს, როდესაც ადამიანთა პოპულაციების სწრაფი ზრდა დაიწყო სოფლის მეურნეობის განვითარების შედეგად, თუ ის უფრო ახლახან დაიწყო, თუნდაც მე-19 საუკუნის ინდუსტრიული რევოლუციის დროს. ეს 2008 დაახასიათა ეს, როგორც მე-6 მასობრივი გადაშენების სამი ფაზა, რომელიც გულისხმობს ადამიანის მიერ გამოწვეულ ყველა გადაშენებას და მიიჩნევს, რომ ბიომრავალფეროვნების სტატუსი ახლა კრიზისულ წერტილს მიაღწია. ჩვენ ვეთანხმებით ეს 2008 მე-6 მასობრივი გადაშენების განხილვისას, თუ ეს იქნება მიმდინარე კრიზისი, რომ მოიცავდეს ყველა ანთროპოგენურ გადაშენებას. თუმცა, ამ ყოვლის მომცველ ჩარჩოში, ადამიანის მიერ გამოწვეული გადაშენების დასაწყისი განსხვავდება მდებარეობის მიხედვით. მაგალითად, გლობალური პერსპექტივით, თანამედროვე ადამიანებმა მიაღწიეს ევროპას მინიმუმ 43.000 წლის წინ, ხოლო აზიასა და ავსტრალიაში მინიმუმ 65.000 წლის წინ, ამერიკა 20-დან 15.000 წლის წინ. და უფრო ვიწრო, უახლესი პერსპექტივიდან, ადამიანებმა კოლონიზაცია მოახდინეს დასავლეთ ოკეანიის კუნძულებზე მაგ, ვანუატუ, ახალი კალედონია 4-დან 3.000 წლის წინ, მაგრამ მიაღწიეს მხოლოდ ოკეანიის შორეულ ნაწილებს მაგ, ახალი ზელანდია, ჰავაი 1000 წელზე ნაკლების წინ. ამრიგად, ეგრეთ წოდებული ანთროპოცენის დასაწყისი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის მივიდნენ ადამიანები კონკრეტულ ადგილას. ჩვენ თავს არიდებთ ტერმინ ანთროპოცენის შემდგომ გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად იგი შეიქმნა დედამიწის სისტემის კონტექსტში, რომელიც დიდწილად ხაზს უსვამს ანთროპოგენურ ცვლილებებს კლიმატსა და გეოქიმიაში, იგი აღიქმება, როგორც უბრალოდ დედამიწაზე ადამიანის ბატონობის თანამედროვე ეპოქაზე, რომელიც მოიცავს უფრო ფართო ბიოლოგიურ, სოციოლოგიურ, პოლიტიკურ და ფილოსოფიურ საკითხებს. მაგრამ ის ცუდად არის განსაზღვრული და ჰყავს ბევრი კრიტიკოსი, თუმცა ასევე ბევრი მხარდამჭერი. ვარაუდობენ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს თვითკმაყოფილება და საშუალებას მოგვცემს შევურიგდეთ ახალ ნორმალურს, ან უარეს შემთხვევაში ასახავდეს ანთროპოცენტრულ შეხედულებას, რომ დედამიწა და მისი რესურსები უნდა იმართებოდეს უპირველესად, თუ არა მხოლოდ კაცობრიობის საკეთილდღეოდ. როგორც გააკრიტიკა როლსტონმა 2018 შეხედულება, ამა თუ იმ ფორმით, რომელიც იზიდავს მთავრობათა შორისი დონეები მაგ. მასუდ 2018. სხვებმა გამოიგონეს ალტერნატიული სახელები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ჰქონიათ ფართო მიმდევარი. მიუხედავად ამისა, რამდენიმე 1000 წლის განსხვავებები, მაგალითად, დასავლეთ წყნარი ოკეანისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ წყნარი ოკეანის მდებარეობებს შორის, როდესაც გადავხედავთ რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ, იყოს უნიშნელო. თუ ადამიანის მიერ გამოწვეული ყველა გადაშენება ან 200.000 წლის განმავლობაში აქამდე უნდა ჩაითვალოს მიმდინარე მოვლენაში, მაშინ როცა გვესმის, რომ ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა ბოლო დროს, დროის მონაკვეთი დაახლოებით იქნება. მასშტაბების მსგავსი რიგი, რომლის დროსაც მოხდა გადაშენება 5 ტრადიციულ მასობრივ გადაშენების მოვლენაში. მაგალითად, ბამბახის 2006 მიერ იდენტიფიცირებულ სამ გამორჩეულ მოვლენას შორის, ბოლო პერმის მოვლენა გაგრძელდა 60.000 წელი, ბოლო ორდოვიკის მოვლენა და ცარცული პერიოდის პალეოგენის მოვლენა, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია ასტეროიდის დარტყმასთან და ცნობილია არაფრინველი დინოზავრების დასასრული, გაგრძელდა 20.000-ზე ნაკლები ან რამდენიმე წელიან ათწლეულების განმავლობაში, თუმცა ბევრი საუბარია ამ მოვლენის მიზეზებსა და დროზე მარცხნივ დახრილი ხაზი ხანგრძლივობაზე. ეს არის გადაშენების რეალური პერიოდის ხანგრძლივობა და არადრო მოვლენის დაწყებიდან ეკოსისტემის ფუნქციის სრულ აღდგენამდე და საბოლოოდ სახეობების სიმდიდრემდე, რაც გაცილებით გრძელია. მე-6 მასობრივი გადაშენება, თუ ეს მოხდება და იმის დამიხედვით, თუ როგორ არის განსაზღვრული მისი დაწყება, შეიძლება მოხდეს არც თუ ისე განსხვავებულ ვადებში. 3. წითელი სია როგორც გადაშენების საზომი ინსტრუმენტი. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელი ნუსხა ელკენ ფართოდ არის აღიარებული,
როგორც მცენარეთა და ცხოველთა გლობალური კონსერვაციის სტატუსის ყველაზე ყოვლისმომცველი კომპილაცია. შეფასებული სახეობების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ახლა შეუცვლელი ინსტრუმენტია კონსერვაციის დაგეგმვისთვის. მართვა, მონიტორინგი და გადაწყვეტილების მიღება. მისი აშკარა მიზანია სახეობების შედარებითი გადაშენების რისკის შეფასება. შეფასების დროს ზოგიერთი სახეობა გამოცხადებულია გადაშენებულად, მაგრამ გადაშენებული სახეობების ჩამონათვალი წითელი ნუსხის გვერდითი პროდუქტია. თუმცა, სხვადასხვა კვლევებმა გამოიყენეს წითელი ნუსხა დაფიქსირებული თანამედროვე გადაშენების რიცხვის დასადგენად, ანუ 1500 წლიდან, თარიღს ელკნახლა იყენებს, როგორც გადაშენებულ სახეობათა ჩამონათვალს და მათგან ექსტრაპოლაციისთვის. რიცხვები გადაშენების საერთო ტემპამდე. ხშირად, აქცენტი კეთდება ხერხემლიანებზე, ძირითადად ძუძუმწოვრებზე და ფრინველებზე, მაგრამ ზოგჯერ მათ შორის ჰერტილებსა და თევზებზე. ასეთი კვლევების უმეტესობა აღიარებს წითელი ნუსხის მონაცემების შეზღუდვებს. თუმცა, სხვებმა გამოიყენეს წითელი ნუსხის მონაცემები ასეთი აღიარების გარეშე და თავიანთი მოსაზრების მხარდასაჭერად, რომ გადაშენების ტემპები მკვეთრად არ არის გაზრდილი, ამტკიცებენ, რომ ეს არის სანდოდე ჭეშმარიტი მონაცემები, საიდანაც ხდება მაჩვენებლების გამოთვლა, განსაკუთრებით ლომბორგი 2001 და ბრიქსი, არამედ ლამკინი 2016. იაკონ 2020 შეაფასა ყველა ცნობილი ფრინველი სახეობა და ძუძუმწოვრების სახეობების 91%. ამ ტაქსონებისთვის გადაშენების მაჩვენებლების უმეტესობა დაფუძნებულია წითელ ნუსხაზე, ხოლო ძუძუმწოვრებისთვის კვიბუსიაზე, სადაც ასევე ჩამოთვლილია მხოლოდ სახეობები, რომლებიც გადაშენებულად ითვლება 1500 წლიდან. 1500 წლიდან ამ ტაქსონების გადაშენების შეფასებები შეიძლება საკმაოდ ზუსტი იყოს, განსაკუთრებით ახალი მიდგომებით, რომლებიც აერთიანებს ჩანაწერების ვადებსა და სანდუობას, კვლევების ვადებს და ადეკვატურობას, და საფრთხეების ვადებს, მასშტაბებს და ინტენსივობას. თუმცა, წითელი ნუსხა მთლიანად და კონკრეტულად ძუძუმწოვრები და ფრინველები არ არის კარგი სუროგატი მიმდინარე გადაშენების მოვლენის მთლიანი მასშტაბის შესაფასებლად, როგორც ეს ზემოთ იყო განსაზღვრული რამდენიმე მიზეზის გამო, რომლებიც მოცემულია შემდეგ თავებში და ანალიზის საფუძველზე. წითელი ნუსხა აუცილებლად აფასებს რეალურ დონეებს. ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ის არასოდეს ყოფილა შექმნილი, როგორც ცნობილი გადაშენებული სახეობების ყოვლისმომცველი კრებული. ერთი ძუძუმწოვრები და ფრინველები არ წარმოადგენენ საერთო გადაშენებას. იაკონ 2020 შეაფასა 20372 სახეობა მთლიანობაში, მათ შორის 42649 ხერხემლიანი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი მოცულობის დეტალური სამუშაოა, ეს წარმოადგენს მხოლოდ 5.6%-ის დაახლოებით 2.14 მილიონი აღწერილი ცხოველისა და მცენარის სახეობისგან, რომელიც მიღებულია ელკნის მიერ 2020 სიცოცხლის კატალოგი, რომელიც წარმოადგენს ელკნის 2020 მრავალი შეფასების საფუძველს სხვადასხვა ჯგუფში სახეობების რაოდენობის შესახებ, ვარაუდობს, რომ ტაქსონომისტებისთვის ცნობილია 2 მილიონი ცოცხალი სახეობა. ამგვარად, შეფასებული რიცხვი არის აღწერილი სახეობების მცირე ნაწილი, ძლიერ მიკერძოებული არაზღვაური ხერხემლიანების, განსაკუთრებით ძუძუმწოვრებისა და ფრინველების მიმართ. მიუხედავად ამისა, ბევრი არგუმენტი, როგორც მეექვსე მასობრივი გადაშენების რეალობის მომხრე და წინააღმდეგი, დაფუძნებულია ხერხემლიანების, უპირველეს ყოვლისა ძუძუმწოვრებისა და ფრინველების და გარკვეულწილად ამფიბიების ანალიზზე, რომლებმაც განიცადეს მნიშვნელოვანი შემცირება და გადაშენება, ბოლო დროს ქითრიდის სოკოვანი ინფექცია, რომელიც შესაძლოა გამწვავდეს გლობალური დათბობით. მარჯნის რიფები ზოგჯერ შედის ასეთ ანალიზებში, ისევე როგორც მცენარეები, მაგრამ უხერხემლოები იშვიათად განიხილება. ნაგულისხმევი და ზოგჯერ გამოკვეთილი ვარაუდი ხშირად კეთდება, რომ ძუძუმწოვრებისა და ფრინველების გადაშენების მაჩვენებლების შეფასებები ასახავს ყველა ბიომრავალფეროვნების გადაშენების მაჩვენებელს. ვარაუდი მიღებული არა მხოლოდ ხერხემლიანზე ორიენტირებულ მედიაში, არამედ მრავალი ხერხემლიანზე ორიენტირებული მეცნიერებისა და კონსერვაციაში. ორგანიზაციებს და, როგორც ჩანს, ხანდახან ხერხემლიანებს შორისაც კი თავად მეცნიერები. იაკონ 2020 იღებს დაახლოებით 6495 აღწერილ ძუძუმწოვარ სახეობას და 11047 აღწერილ ფრინველის სახეობას,
სულ 17,642, შეფასებული ძუძუმწოვრების 91% და ყველა ფრინველის სახეობა. ამ 17,046 შეფასებული სახეობიდან მხოლოდ 922 დაახლოებით 5% მოხვდა ეკნის კატეგორიაში მონაცემთა დეფიციტი, ანუ მათ არ გააჩნდათ საკმარისი ინფორმაცია მათი კონსერვაციის სტატუსის შესაფასებლად ეკნ წითელი ნუსხის კატეგორიებისა და კრიტერიუმების მიხედვით ეკნ 2012. ამრიგად, ეკნის 2020 მიერ 1500 წლიდან ჩამოთვლილი ძუძუმწოვრებისთვის და ფრინველებისთვის ჩამოთვლილი გადაშენების რაოდენობა 259, 1,5% 16,024-დან 1,5%, გარდა პოლინეზიური და სხვა კუნძულოვანი ფრინველებისა. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი ბიომრავალფეროვნების მცირე ნიმუშია, თუ ძუძუმწოვრებისა და ფრინველების გადაშენების შეფასებები შეიძლება ჩაითვალოს ბიომრავალფეროვნების შემთხვევით ნიმუშად, შესაძლოა გარკვეული ნდობა გამოვიდეს ამ შეფასებებიდან ექსტრაპოლაციებში ბიომრავალფეროვნების გადაშენების საერთო მაჩვენებლის შეფასებებში. თუმცა, ეს არ არის შემთხვევითი, არამედ უაღრესად მიკერძოებული ნიმუში. ძუძუმწოვრებმა და ფრინველებმა მიიღეს მნიშვნელოვანი კონსერვაციის მხარდაჭერა, რომლის გარეშეც მათი გადაშენების ტემპი უფრო მაღალი იქნებოდა, ისეთი, რომ მათგან ექსტრაპოლაცია მთლიანად ბიომრავალფეროვნებაზე ნაკლებად შეაფასებდა გადაშენების საერთო მაჩვენებელს. კიდევ ერთი მიკერძოება მდგომარეობს იმაში, რომ სხეულის დიდი ზომის სახეობებს მაგ ძუძუმწოვრებს და ფრინველებს და ხერხემლიანებს უფრო დიდი დიაპაზონი აქვთ ვიდრე მცირე სახეობებს მწერები და ზოგადად უხერხემლოები და, შესაბამისად, არ გადაშენდებიან ადგილობრივი ჰაბიტატის განადგურების გამო. გარდა ამისა, ბევრი იშვიათი უხერხემლო სახეობა, მაგალითად, მრავალი სახეობა, რომელიც ცნობილია მხოლოდ მათი ტიპის ადგილმდებარეობიდან ან თუნდაც მხოლოდ ერთი ნიმუშიდან, ბინადრობს შორეულ ტროპიკულ რეგიონებში, რის გამოც ისინი ასე ცოტაა შესწავლილი და ნაკლებად ცნობილი. მათი ალბათ მცირე დიაპაზონის გათვალისწინებით, ისინი შეიძლება ძალიან მიდრეკილნი იყვნენ გადაშენებისკენ, მაგრამ არ არის საკმარისი ცოდნა მათი შესაფასებლად, რაც ნიშნავს, რომ წითელი ნუსხის შეფასებები მიკერძოებულია უფრო ცნობილი სახეობების მიმართ. მწერებს შორისაც კი, წითელ ნუსხაში ლუ-200 ბუ-200 ბ შეფასებები ძლიერ მიკერძოებული იყო ლუნართ, მაპედავტოვოპლოვს, ზოგიერთი კლოპტო და ოღოპლოს მიმართ. წითელ ნუსხაში ბუ-200 ბუ-200 ბ შეფასებები შეიძლება ასევე იყოს მიკერძოებული საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების მიმართ, ჯგუფების მიმართ, რომლებიც სარგებელს იღებენ ეკნის სპეციალიზებული ჯგუფების სამიზნე, ან ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მაღალი სახეობების სიმდიდრის მქონე რეგიონების მიმართ, როგორც ეს ნაჩვენებია მცენარეებზე. ყველა ამ მიზეზის გამო, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების აღქმა, რომ ქარიზმატული მეგაფაუნა ანთროპოგენური გადაშენების პირველი მსხვერპლია ისინი შეიძლება იყვნენ პროცესის პრეისტორიული დასაწყისის დროს და, შესაბამისად, დიდ შეშფოთებას იწვევს ათასობით უხერხემლო სახეობა, რომლებიც გადაშენდა უცნობია. კაცობრიობისთვის ბევრად აღემატება ხერხემლიანთა გადაშენების ბევრად უფრო ცნობილ მცირე რაოდენობას. ორი ცნობილი გადაშენებები 1500 წლიდან ქრისტეს შემდეგ არ არის ჩამოთვლილი. ეკნის გაიდლაინებში ნათქვამია, რომ გადაშენების კატეგორია გამოიყენება მაშინ, როდესაც არ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ უკანასკნელი ინდივიდი გარდაიცვალა. თუმცა, გადაშენება სახეობის უკანასკნელი ინდივიდის გაუჩინარება ძალიან ძნელი გამოსაცნობია. სახეობების, როგორც გადაშენებულთა ჩამოთვლა მოითხოვს, რომ ამომწურავი კვლევები ჩატარდეს ყველა ცნობილ ან სავარაუდო ჰაბიტატში მის ისტორიულ დიაპაზონში, შესაბამის დროს დღიური, სეზონური, წლიური და მისი სასიცოცხლო ციკლისა და სიცოცხლის ფორმის შესაბამისი დროის განმავლობაში. გადაშენებულთა სიაში შესვლას აქვს მნიშვნელოვანი კონსერვაციის შედეგები, რადგან დამცავი ზომები და კონსერვაციის დაფინანსება, როგორც წესი, არ არის გამიზნული სახეობების მიმართ, რომლებიც ითვლება გადაშენებულად. მაშასადამე, სახეობა არ უნდა იყოს ჩამოთვლილი კატეგორიებში გადაშენებულ ან გადაშენებულ ბუნებაში, თუ არსებობს რაიმე გონივრული შესაძლებლობა, რომ ისინი კვლავ შემორჩენილნი არიან, რათა თავიდან იქნა საცილებული რომეოს შეცდომა, სადაც არის ნებისმიერი დამცავი ზომები და დაფინანსება. ისინი ამოღებულნი არიან საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებიდან იმ მცდარი რწმენით, რომ ისინი უკვე გადაშენებულია.
აღწერილი სახეობების ძალიან დიდი ნაწილისთვის არასოდეს იქნება გამოყოფილი ამ უმწურავი სავერე სამუშაოების შესაბამის დროს და შესაბამის ვადებში, რადგან ისინი ძალიან მრავალრიცხოვანია და ცოდნა ძალიან მწირია იმისთვის, რომ ვიცოდეთ დრო და დიაპაზონი, რომელიც უნდა მოძებნოთ. უფრო მეტიც, ვინაიდან წითელი ნუსხა ცდილობს თავიდან აიცილოს რომელ შეცდომა გადაშენების შესახებ განცხადებებისა და ვარაუდების არაკრიტიკული მიღება ის გადაშენებული სახეობების რაოდენობას არ აფასებს, თუნდაც ისეთ ცნობილ ჯგუფებში, როგორიცაა ფრინველები ან ამფიბიები. ამას თავად იოკნიც კი აღიარებს, რომელმაც შექმნა შესაძლო გადაშენების ნიშანი კრიტიკულად გადაშენების პირას მყოფი სახეობებისთვის, რომლებიც მტკიცებულებათა ბალანსზე სავარაუდოდ გადაშენებულნი არიან, მაგრამ მათი გადარჩენის მცირე შანსი არსებობს, მათ ასევე შექმნეს ანალოგი possibly extinct in wild. იოკნ 2020 ჩამოთვლილია 986 ტაქსონი ამ ტეგებით. ტაქსონომიური ლიტერატურა სავსეა სახეობების მაგალითებით, რომელთა ავტორები ვარაუდობენ, რომ ისინი სავარაუდოდ გადაშენებულები არიან, მაგრამ ვერ ბედავენ ამის გამოცხადებას. მაგალითად, ესკიმოს ხუჭუჭა, ნიუმინის ბოეალის, ნიარქტიკული ხევი, სავარაუდოდ გადაშენდა მე-20 საუკუნის ბოლოს და შემდგომში მიჩნეული იქნა როგორც ასეთი, ბოლო საიმედო დანახვა, რომელიც თარიღდება 1963 წლიდან. თუმცა, ბუჩარტმა 2018 რეკომენდაცია გაუწია, რომ იგი შეფასდეს, როგორც კრიტიკულად საფრთხის ქვეშ შესაძლოა გადაშენებული სავარაუდო მიდგომის საფუძველზე. კიდევ ერთი მაგალითია ბახმანის მეჭეჭი, რომლოობა კვანი, რომლის დადასტურება არ ყოფილა 1988 წლიდან, მიუხედავად მიზანმიმართული ჩხრეკისა და რომელიც ასევე აღიარებულია გადაშენებულად. ორივე სახეობა კვლავ ჩამოთვლილია იოკნის მიერ, როგორც კრიტიკულად საფრთხის ქვეშ მყოფი, იმის გამო, რომ ერთი ან მეტი ფრინველი ჯერ კიდევ ცოცხალი იყოს, ანუ რომელ შეცდომა არ ჩაიდინოს. ამიტომ, ასეთი სახეობები არ ითვლება გადაშენებულ სახეობებში და ხშირად იხარჯება უზარმაზარი თანხები იმ იმედით, რომ ისინი კვლავ იპოვიან. სხვათა შორის, აშშ მთავრობამ სულ ახლახანს წამოაყენა წინადადება, რომ ბახმანის მეჭეჭი გადაშენებულად ჩაითვალოს. უფრო ზოგადად, დაიმდმა ხაზგასმით აღნიშნა უბსკრული გადაშენებულსა და გადაშენებულს შორის და რომ თუ გადაშენება უნდა იყოს დაფუძნებული საბოლოო მტკიცებულებაზე, მაშინ გადაშენების ჭეშმარიტი მაჩვენებელი არასაკმარისად იქნება შეფასებული და ბევრი შეზღუდული დაფინანსება ხელმისაწვდომი იქნება. მიმართული იყოს დაკარგული მიზეზებისკენ. სამი გადაშენება ქრისტეს შობიდან 1500 წლამდე. ადამიანებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მეგაფაუნის გლობალურ გადაშენებაში, როგორც კი დაიწყეს აფრიკიდან მიგრაცია, თუმცა აფრიკაში ზოგიერთი მეგაფაუნის სახეობა მაგ, ზოგიერთი პრობოსციდიები და საბრეკბილიანი კატა გადაშენდა მანამ, სანამ ჰომო საპიენსი გაფართოვდა კონტინენტის მიღმა, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ევოლუციასთან, თუ მოვივეკრეს შევიდა კანევოა ნიშას სივრცეში. ავსტრალიის აბორიგენული კოლონიზაცია მოხდა დაახლოებით 65,000 წლის წინ, უფრო ადრე, ვიდრე ადრე ეგონათ, ანუ 45,000 წლის წინ და შესაძლოა გამოიწვიოს დამახასიათებელი პრეისტორიული მეგაფაუნის გადაშენება, თუმცა ადამიანის გავრცელების ურთიერთქმედება კლიმატის ცვლილებასთან შეიძლება მნიშვნელოვანი ყოფილიყო. როგორც ასევე განიხილეს ევრაზიის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის შესახებ. როგორც ჩანს, კონსენსუსი მდგომარეობს იმაში, რომ გლობალური მასშტაბით, როგორც ადამიანები, ასევე კლიმატის ცვლილება მონაწილეობდნენ მეგაფაუნალურ გადაშენებაში, მაგრამ პირველს, ზოგადად, უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე. წყნარი ოკეანის ადგილობრივი ხალხის მიერ დასავლეთ წყნარი ოკეანის კუნძულების აწყისი კოლონიზაციის შემდეგ ფრინველების გადაშენება შეფასებულია როგორც მინიმუმ 30,000 წლის წინ, ხოლო ცენტრალური წყნარი ოკეანის კუნძულების დაახლოებით 3-4,000 წლის წინ. წყნარი ოკეანის ტროპიკულ კუნძულებზე ტედმენმა 1995 თქვა, რომ პრეისტორიული ანთროპოგენური ფრინველების გადაშენებამ ძირითადად რელსები შესაძლოა, გადააჭარბა 2,000 სახეობა შესაძლოა, გადაჭარბებული შეფასება, რაც იმ დროს ტედმენი თვლიდა გლობალური ფრინველების 20%-ის მრავალფეროვნება, თუმცა ახლა დაახლოებით 15%. იოკნი იყენებს 1500 წელს, როგორც გადაშენებულ სახეობებს. თუმცა,
1778 წელს დასავლელების მიერ ჰავაის კუნძულების აღმოჩენამდე 500 წლით ადრეც კი, რომლის დროსაც კუნძულები კოლონიზირებული იყო წყნარი ოკეანის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, კუნძულების ფრინველთა დაახლოებით 50% გადაშენდა როგორც ჰაბიტატის განადგურების, ასევე ჰაბიტატის განადგურების შედეგად. მტაცებლობა. მსგავსი რკინიგზის გადაშენება მოხდა ჩრდილო ატლანტიკის მაკარონეზიის კუნძულებზე. არც ერთი ეს სახეობა არ არის შეტანილი წითელ ნუსხაში. 4 სენტინელან გადაშენებები. თავის წიგნში სიცოცხლის მრავალფეროვნება უილსონმა 1999 გამოიგონა ტერმინი სენტინელური გადაშენება იმ სახეობებისთვის, რომლებიც გადაშენდნენ მათ შეგროვებასა და აღწერამდე. ჩვენ არ ვიცით და უმეტეს შემთხვევაში არ შეგვიძლია ვიცოდეთ, რამდენი სენტინელური გადაშენება მოხდა, განსაკუთრებით უხერხემლოებისთვის. მსოფლიოს ბუნების ისტორიის მუზეუმის კოლექციებში გველოდება უთვალავი რაოდენობის გამოუცნობი სახეობების ნიმუშები, რომელთაგან ზოგიერთი, ჩვენთვის უცნობია, უკვე გადაშენებული იქნება. ბიომრავალფეროვნების უდიდეს წილში შედის არააღწერილი სახეობები და ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა უხერხემლოებისთვის. წერების არააღწერილი სახეობების პროპორციით შესაძლოა 80%-მდეც კი იყოს. აღწერილი სახეობების უმეტესობა განსაკუთრებით უხერხემლოები, რომლებიც ახლახან გადაშენდნენ. შეიძლება იყოს ცნობილი, თუ მათ არ დატოვეს ფიზიკური ჩანაწერი მაგ. ლოკოკინის ჭური. ხერხემლიანებისთვის, რომელთა ძვლები შეიძლება შენარჩუნდეს სახეობების გადაშენებიდან დიდი ხნის შემდეგ, ასეთი სახეობების ცოდნა უფრო სრულყოფილია და ზოგიერთი ძირითადი ვარაუდით, მაგალითად, გადაშენების ტემპის მუდმივობის შესახებ, წარსულში ექსტრაპოლაციამ შეიძლება შეაფასოს სახეობების რაოდენობა, რომლებიც გადაშენდნენ, მაგრამ უცნობია. ტედესკოს 2014 მიხედვით, რომელმაც თავისი კვლევა მხოლოდ ხერხემლიანებზე დააფუძნა, აღწერილი სახეობების გადაშენება შეიძლება იყოს ყველა გადაშენების 59%-მდე, რაც დამოკიდებულია ტაქსონომიურ ჯგუფსა და რეგიონზე. ჰავაიში გადაშენებამ გაანადგურა ლეპიდოპტერები ყველაზე მეტად, რაც არასდროს შეგროვდა. მართლაც არსებობს მრავალი მაგალითი ბოლოდროინდელი სახეობების, რომლებიც აღწერილია მათი გადაშენების შემდეგ მოლუსკებში, მაგრამ ასევე სხვა ჯგუფებში. მაშინაც კი, თუ ავტორები, ალბათ რომელ შეცდომის შიშით, ზოგჯერ არ აცხადებდნენ მათ გადაშენებულებად, მაგალითად, მცენარეები, მწერები, ძუძუმწოვრები, ამფიბიები, ქვეწარმავლები და ფრინველები. 5 უხერხემლოების პრობლემა. ბევრი ცნობილი უხერხემლო სახეობა ფაქტობრივად აღირიცხება მხოლოდ ერთი ლოკიდან და ზოგჯერ მხოლოდ ერთი ნიმუშიდან, რაც შეუძლებელს ხდის მათ შეფასებას წითელი ნუსხის კრიტერიუმებით. მაგალითად, ავსტრალიური ნეიროპტერების დაახლოებით 20% ცნობილია ერთი ნიმუშიდან ან ერთი უბნიდან. ხმელეთის მოლუსკების შემთხვევით ნიმუში მთელს მსოფლიოში 30% ცნობილი იყო მხოლოდ თავდაპირველი აღწერიდან და 33% მხოლოდ ერთი ლოკაციისგან. გოლდტურს შემთხვევითი შერჩევისას 53% იყო ცნობილი მხოლოდ ერთი უბნიდან და 13% ერთი ნიმუშიდან. 2011-2014 წლებში ახლად აღწერილი ტრიჩპტოს სახეობებს შორის 45% დაფუძნებული იყო ვერტგულებზე და მსოფლიოში 2198 მარტიდან 48% მოხსენებულია ცალკეულ ნიმუშებზე დაყრდნობით. უხერხემლოების ჩანაწერების ეს უკიდურესი სიმცირი არის წესი და განაპირობებს მათი სწორად შეფასების სირთულეს წითელი ნუსხის კრიტერიუმების შესაბამისად. წყლის უხერხემლოებისთვის შეფასებული სახეობების 34%-მდე ანუ სახეობების ნიმუში, რომლისთვისაც იყო საკმარისი ექსპერტები და პოტენციური ცოდნა შეფასების პროცესის დასაწყებად ჩამოთვლილი იყო, როგორც მონაცემთა დეფიციტი. 4. სხვა მიდგომები. ძირითადი მიზეზები, რის გამოც წითელი ნუსხა არ არის კარგი საფუძველი გლობალური გადაშენების მაჩვენებლების შესაფასებლად, არის IE-SHORES არის ტაქსონომიურად ყოვლისმომცველი და მიკერძოებული და მესამე ორი შეუძლებელია სახეობების, განსაკუთრებით უხერხემლოების დიდი რაოდენობის შეფასება. IUCN-ის კატეგორიებისა და კრიტერიუმების მიხედვით, არა მხოლოდ მათი რაოდენობის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს ადეკვატური მონაცემები. მაშინაც კი, თუ ჩვენ გვქონდა მონაცემები, მრავალი უხერხემლო სახეობის ბედი იქნება, რომ მონაცემთა დეფიციტიდან 1 წლის შემდეგ გადახდნენ გადაშენებამდე რამდენიმე წლის შემდეგ.
ალტერნატიული მიდგომების ძიებისას ზოგიერთმა შესთავაზა წითელი ნუსხის კრიტერიუმების გადახედვა და გაძლიერება უხერხემლოების ან მცენარეების უფრო რეალისტური შეფასების დასაშვებად. ფართომასშტაბიანი გადაშენების შეფასების უფრო ზოგადი მცდელობები, წითელი ნუსხის ცნობადობამდე დიდი ხნით ადრე, ეფუძნებოდა სახეობა არეალთან ურთიერთობის მიდგომებს, რომლებიც არ არის დამოკიდებული ცალკეული სახეობების ცნობილ ან სავარაუდო გადაშენებაზე, არამედ, მაგალითად, ტერიტორიის პროგნოზებზე. ჰაბიტატის დაკარგვა ექსტრაპოლირებულია სახეობების პროპორციულ დანაკარგთან სხვადასხვა დაშვების მიხედვით. თუმცა, არსებობს მრავალი პრობლემა სახეობა არეალის ურთიერთობის გამოყენებასთან დაკავშირებით და მრავალი ინტერპრეტაცია გააკრიტიკეს მომავალი გადაშენების მაჩვენებლის გადაჭარბებული ან ნაკლებად შეფასების გამო. მიუხედავად ამისა, მიუხედავად არგუმენტებისა, ზედმეტად თუ შეფასების გარეშე, ყველა მიუთითებს მნიშვნელოვან გადაშენებაზე ჰაბიტატის დაკარგვის გამო. მიუხედავად ამისა, ყველა ეს მცდელობა უარყოფილია, როგორც გაზვიადების კამპანიის ნაწილი, რომელიც უხეშად აფასებს გადაშენებას, თეორიაზე დაფუძნებული რეალური მონაცემებისგან განსხვავებით და მიდგომა ინარჩუნებს პოპულარობას სიკ ინერციის გამო. ბოლო დროს გაკეთდა მცდელობები, რომ შეფასებები დაეყრდნოთ არსებითად ხარისხობრივ ექსპერტულ ცოდნას. კეიტმა 2017 ყურადღება გაამახვილა საფრთხეებზე, ხოლო ტომპსონი 2017 ჩანაწერებსა და გამოკითხვებზე. პირველი იღებს ალბათურ მიდგომას, რომელიც დაფუძნებულია სტრუქტურირებულ მსჯელობაზე, მეორე კი მოდელირების მიდგომაზე და, როგორც სამაგალითოდ, იყენებს მცენარეთა და ფრინველთა სახეობებს. შესაბამისად, ბუჩარტმა 2018 გააფართოვა ეს მიდგომები ფრინველის 61 სახეობის გადაშენების ალბათობის გამოსასწორებლად. ასეთი მეთოდების გამოყენება რაოდენობრივ სიმკაცრეს მატებს გადაშენების შეფასებებს, მაგრამ მაინც დამოკიდებულია სახეობების სპეციფიკურ ცოდნაზე, რომელიც უხერხემლო ცხოველთა უმრავლესობისთვის მიუწვდომელია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ გახდეს ხელმისაწვდომი, ნაწილობრივ იმიტომ, რომ რესურსების საჭირო მონაცემების მისაღებად ასევე არ არის ხელმისაწვდომი. სხვა ალტერნატიული მიდგომებია წითელი ნუსხის ინდექსი, რომელიც შექმნილია სახეობათა ნაკრების გადაშენების რისკის შესაფასებლად და ამ ცვლილებების თვალყურის დევნებისთვის წითელ ნუსხაში BU200 ბითითოეულ კატეგორიაში სახეობების პროპორციის დროთა განმავლობაში ცვლილებების საფუძველზე. ექსტრაპოლაცია ცნობილი ტაქსონებიდან, კლიმატის ცვლილების გავლენის მოდელირება გადაშენების რისკზე, ან ამ მიდგომების ერთობლიობა. ერთი უხერხემლოებთან მიმართვის აუცილებლობა. უხერხემლოები შეადგენენ ცხოველთა ცნობილი სახეობების დიდ უმრავლესობას, 95-დან 97%-მდე. ამიტომ აუცილებელია, რომ უხერხემლოები შევიდნენ ბიომრავალფეროვნების საერთო გადაშენების ნებისმიერ სავარაუდო შეფასებაში. თუმცა, ყველა ფრინველისა და ძუძუმწოვართა უმეტესი სახეობის შეფასებისგან განსხვავებით მხოლოდ დაახლოებით 5% ჩამოთვლილია როგორც მონაცემთა დეფიციტი, EOCNIS მიერ მიღებული დაახლოებით 1,5 მილიონი აღწერილი სახეობის უხერხემლოდან 2020 შეფასებული იყო მხოლოდ 23,881, 6%, რომელთაგან 6,525-27% არის მონაცემთა დეფიციტი. გადაშენების მნიშვნელოვნად გაზრდილი ტემპის უარყოფის მიუხედავად, ბრიქსმა 2017 აღიარა, რომ ხერხემლიანი ცხოველების გამოყენება გლობალური მოვლენების პროგნოზირებისთვის პრობლემურია და გვთავაზობდა, რომ განვაგრძოთ მწერების ცნობილი ჯგუფების მონიტორინგი და გამოვიყენოთ ისინი, როგორც სუროგატები, რათა შევაფასოთ საერთო რაოდენობა. გადაშენების მაჩვენებელი. ჩვენ ვეთანხმებით ამ განცხადებას, მაგრამ ვავრცელებთ მას შედარებით კარგად ცნობილ უხერხემლოების სხვა ჯგუფებზე, განსაკუთრებით მოლუსკებზე. ცხოველების უმეტესობა მართლაც მწერია. დაახლოებით 1,05 მილიონი არსებული სახეობა ცნობილია ტაქსონომისტებისთვის, რომელთაგან 88% ჩამოთვლილია სიცოცხლის კატალოგში. EOCN 2020 მიიღო მწერების მონაცემები როსკოვიდან 2019. EOCN-მა 2020 შეაფასა მათგან მხოლოდ 9,793,09% და ჩამოთვლილია 2,561,26%, როგორც მონაცემთა დეფიციტი და 63, როგორც გადაშენებული შეფასებულთა 0,9%, გამოკლებით შეფასებული მონაცემთა დეფიციტად.
გადაშენებულად ჩამოთვლილი პაწაწინა რიცხვი ასახავს შეფასებულ შედარებით მცირე რიცხვს და მონაცემთა დეფიციტის მქონეთა დიდ პროპორციას. წერების რამდენიმე ჯგუფი შეფასებული იქნა ყოვლის მომცველად არც ერთი არ ჩანს წითელი ნუსხის შემაჯამებელი სტატისტიკის მეორე სურათზე ეკ 2020. აღსანიშნავია, რომ ამ წერების შეფასებებიდან 7,466% არის უთუნად 4,830 შეფასებული დაახლოებით 6,650 ცნობილი სახეობიდან, მპდ 2126,570-დან და კულ 450-392,415-დან 201 სახეობა ცნობილი როსკოვის რიცხვიდან. ამ სამ ჯგუფს შორის 2027% ჩამოთვლილია, როგორც მონაცემთა დეფიციტი და 43, როგორც გადაშენებული სულ 0.8% მონაცემთა დეფიციტად შეფასებულის გამოკლებით. წერების მრავალი სახეობა, რომელიც ცნობილია მხოლოდ თავდაპირველი აღწერილობიდან და ტიპების ადგილმდებარეობიდან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეფასდეს, ვიდრე უკეთ ცნობილი სახეობები უფრო ცნობილ ჯგუფებში და მაშინაც კი, თუ ისინი შეფასებულია, ისინი სავარაუდოდ იქნება მონაცემთა დეფიციტი. თუმცა, ეს სახეობები შესაძლოა ყველაზე მეტად საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ და, შესაბამისად, გადაშენდნენ. ამგვარად, წითელ ნუსხაში RU200B გადაშენებულად შეფასებული რიცხვები არ არის შეფასებული და შეუსაბამოა გადაშენების რეალური დონის შესაფასებლად გამოყენება. გარდა ამისა, მიზანშეწონილი არ არის ტაქსონომიური ჯგუფების ასეთი ქვენიმუშებიდან და ეკ-ნის მიერ შეფასებული სახეობების რაოდენობაზე დაფუძნებული, როგორც გადაშენებულები ამ ქვენიმუშებში, რომ ეს იგივე რიცხვები არის გადაშენებული სახეობების მთლიანი რაოდენობა თითოეულ მთლიან ჯგუფში, ანუ არა. მხოლოდ შეფასებული სახეობები, მაგრამ ასევე ის, ვინც არ არის შეფასებული, ვითაც ნათქვამია, რომ მხოლოდ 63 მწერის სახეობაა ჩამოთვლილი, როგორც გადაშენებული ეკ-ն მთლიანი 1,05 მილიონი სახეობიდან. წერების გადაშენების მაჩვენებელი იმდენად დაბალია, რომ არ არის შემაშფოთებელი. სამაგიეროდ, აუცილებელია, სულ მცირე ექსტრაპოლაცია მხოლოდ ჯგუფისთვის შეფასებული მონაცემთა დეფიციტის გამოკლებით და არა ჯგუფისთვის ცნობილი მთლიანი პროპორციის საფუძველზე, რათა შევაფასოთ გადაშენებული პროპორცია მთელი ჯგუფისთვის. ჯგუფი. ამრიგად, მაგალითად, 1042 შეფასებულიდან 27 ლეპიდოპტერა გადაშენებულთა სიაში მონაცემთა დეფიციტის გამოკლებით, 158,570 ლეპიდოპტერა სახეობიდან 4009 შეფასებულია, როგორც გადაშენებული. ანალოგიურად, 7027 კოლეოპტერა 16 ჩამოთვლილი, როგორც გადაშენებული, მაგრამ არც ერთი ოდონა და არც ერთი არ არის ჩამოთვლილი, როგორც გადაშენებული გადაშენებულად შეფასდება. ლეპიდოპტერაშიც კი, უპოლოფსთვის პეპლების სულ 19,049 სახეობა 973 შეფასებულიდან 4 გადაშენებულად არის ჩამოთვლილი მონაცემთა დეფიციტის სახეობის გამოკლებით, გაითვალისწინეთ, რომ შეფასებული იყო ძალიან ცოტა თეთი და ექსტრაპოლაცია შეაფასებს 78 გადაშენებულ სახეობას, განსხვავებით 3 აღიარებული ბრიგზის მიერ, მაგრამ შემდგომში საეჭვოდ ან მის მიერ ფასდაკლებით. მაგრამ გადაშენებული სახეობების რაოდენობაც კი ჯგუფში შეფასებული სახეობების რაოდენობასთან შედარებით ვერ იძლევა გადაშენების სიჩქარის მიუკერძოებელ შეფასებას, რადგან მაღალი საფრთხის წინაშე მყოფი ან გადაშენებული სახეობები შეიძლება უფრო მიდრეკილნი იყვნენ სიაში შესვლისთვის, ვიდრე სახეობები, რომლებიც არ არიან საფრთხის ქვეშ. მაგალითად, დაეტისედისთვის შეფასებული იყო 24 სახეობა მონაცემთა დეფიციტის არც ერთი სახეობა და 6 ჩამოთვლილია, როგორც გადაშენებული ეკ-ն 2020. სხვათა შორის, ამ 6 სახეობიდან ერთ-ერთია კავაბდაცნ ვუვეკელდლნი წითელ ნუსხაში RU200B შეტანილია 1996 წლიდან, როგორც ანტსნ ვუკელდლნი, რომელიც არ არის გადაშენებული და ახლახან დაფიქსირდა ახალი კალედონიიდან. იმის ცოდნის გარეშე, თუ როგორ შეირჩა შეფასებული სახეობები, არ იქნება გამართლებული ამ ციფრებიდან დავასკვნათ, რომ დაეტისედის სახეობების 25% გადაშენებულია. თუ გადაშენებული, აღწერილი მწერების პროპორცია იგივეა, რაც ეკ-ნის 2020 მიერ ჩამოთვლილი ძუძუმწოვრებისა და ფრინველების პროპორცია გადაშენებულად, მაშინ დაახლოებით 15,000 გადაშენებული მწერების სახეობა უნდა იყოს. მაგრამ მაშინაც კი,
თუ მწერების გადაშენების მაჩვენებლები უფრო დაბალია, ვიდრე ძუძუმწოვრებისა და ფრინველების სიდიდის რიგითობა, რასაც ზემოთ მოცემული მონაცემები არადასტურებს, ეს მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაითვალისწინოს წითელზე გადაშენებულად ჩამოთვლილი მცირე რაოდენობა. სია, რომელიც, სავარაუდოდ, გამოწვეულია ცოდნის ნაკლებობით, ან ექსპერტების ნაკლებობით, რომლებიც შეაფასებენ წითელ ნუსხას. ამ ბოლო წერტილი საილუსტრაციოდ, ვიოკნის სახეობების გადარჩენის კომისიისას 39 ტაქსონისთვის სპეციფიურ სპეციალისტთა ჯგუფს შორის, მხოლოდ 17 არის უხერხემლოებს დათმობილი, თუმცა არის 36 ძუძუმწოვრებისთვის და 19 ფრინველებისთვის. მაშასადამე, წერების ან მწერების ქვეჯგუფიდან წითელ ნუსხაში ბუ200 არსებული ნომრების ექსტრაპოლაცია გადაშენებული სახეობების რაოდენობის გლობალურ შეფასებამდე მაინც გამოიწვევს არასაკმარის შეფასებას. და იმის გამო, რომ მწერების სხვადასხვა ჯგუფმა შეიძლება განიცადეს გადაშენების სხვადასხვა ტემპი, როგორც ეს ზემოთ მოყვანილი ანალიზით არის შემოთავაზებული, კონკრეტულად ერთი ან რამდენიმე ჯგუფის შერჩევა შეიძლება არ იყოს მთლიანი მწერების წარმომადგენლობა. სხვათა შორის, სიმპტომატურია, რომ მიუხედავად 373 აკორდის სახეობისა, რომელიც ჩამოთვლილია გადაშენებულად ილკან 2020, არც ერთი მათი მრავალუჯრედიანი ჰელმინთები, ტილები, კიბოსნაირები ან ერთუჯრედიანი პარაზიტები არ არის ჩამოთვლილი, მაგალითად, ამფიბოდის სახეობა, რომელმაც პარაზიტი მოახდინა სტელერის ზღვის ძროხას, ჰაიდდომალის გიგლს და 6 ხეოფტილი, რომლებიც გადაშენდნენ, როდესაც მათი ფრინველების მასპინძლები გაუჩინარდნენ თანაგადაშენება და 2-დან 4 სხვა ტილები, რომელთა გადაშენება განპირობებული იყო გადარჩენის მცდელობით. მათი მასპინძლები, მათ შორის პატარა ლაქებიანი კივი, აპტუექსოვენიაი და კალიფორნიის კონდორი, ჯიმჯიფსკალეხონინსმა განაცხადა, რომ პეპლები, ვეფხვის ხოჭოები, ჯრიჭინები, ქალწულები. განსაკუთრებული ინტერესი იყო მოყვარული და პროფესიონალი ენტომოლოგებისთვის. თითოეული ჯგუფი კარგად არის ცნობილი, მას აქვს მსოფლიო გავრცელება და დოკუმენტირებულია მისი სახეობების გადაშენება ბოლო 500 წლის განმავლობაში. ამ 4 ჯგუფს შორის 25,260 სახეობა იქნა შეფასებული და მხოლოდ 3 აღმოჩნდა გადაშენებული. ციტატის დასასრული. მართალია, პეპლები უფრო პოპულარულია და, შესაბამისად, ნატურალისტებმა გლობალურად უფრო კარგად იცნობენ, ვიდრე მწერების სხვა ჯგუფებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი გადაშენება კარგად არის დოკუმენტირებული, წითელ ნუსხაში ბუ200 მხოლოდ 4 გადაშენებული პეპელაა ჩამოთვლილი ილკან 2020. მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურაში მეტი გადაშენებაა მოხსენებული. განცხადება იმის შესახებ, რომ ამ ჯგუფებში 25,260 სახეობა იქნა შეფასებული, სიმართლეს არ შეესაბამება. ფაქტობრივად, მათგან მხოლოდ 5,877 იქნა შეფასებული ილკნის მიერ 2020, 4,830 ოდონატის სულ 5,912-დან, 1053, 1059 პეპლიდან და 4,2300-ზე მეტი ვეფხვის ხოჭოდან. მისი რიცხვი 25,260 არის ოდონატების, პეპლების და ვეფხვის ხოჭოების მაშინ ცნობილი სახეობების საერთო რაოდენობა. მაგალითად, დავასკვნათ, რომ ზემოაღნიშნული 2,300 ვეფხვის ხოჭოდან არც ერთი არ გადაშენებულა 4 შეფასებულიდან გამომდინარე, არ არის მიზა შეწონილი. ამრიგად, ბრიქსის შეფასებები გადაშენების მაჩვენებლების შესახებ ხელოვნურად დაბალია. მიუხედავად ამისა, სულ მცირე, ოდონატები და პეპლები, როგორც ჩანს, ავლენენ საშუალოზე დაბალი გადაშენების მაჩვენებელს მთლიან მწერებს შორის, წითელი ნუსხის მონაცემებზე დაყრდნობით, ალბათ იმიტომ, რომ უფრო მაღალი ვაგლიურობა და თანხლები, უფრო დიდი დიაპაზონის ზომები ამცირებს გადაშენების რისკს ამ უაღრესად ბოლანტულ ჯგუფებში. არც ერთი დიდი მწერების ჯგუფი არ არის ყოვლისმომცველი შეფასებული წითელ ნუსხაში. ამ მიზეზით, გადაშენების მაჩვენებლის შესაფასებლად წითელ ნუსხაში ბუ200 გადაშენებულ სახეობათა პროპორციის გამოყენება მწერების მოცემულ ჯგუფში რამ ჯგუფში აღწერილი სახეობების რაოდენობასთან შედარებით შეცდომაში შემყვანია. ორი ხმელეთის მოლუსკების ღირებულება უხერხემლოების გადაშენების სიჩქარის შესაფასებლად. უხერხემლოების ამაშკარად გადაუჭრელი პრობლემის გადალახვის მცდელობისას, რეჟნიერმა და ქოვიმ ყურადღება გაამახვილეს მოლუსკებზე. მოლუსკები უხერხემლოების საკმაოდ ცნობილი ჯგუფია,
რაც მათ ღირებულს ხდის გადაშენების სიხშირის ექსტრაპოლაციის უფრო ფართოდ ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით. ისინი შეადგენენ მეორე უმსხვილეს ცხოველთა ჯგუფს arthropodeების შემდეგ, ცნობილი მოქმედი სახეობების რაოდენობის მიხედვით 83,584 კატალოგირებულია მოლასკ ბეიში 2021 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით, შეფასებით 200,000-მდე მოლუსკანური სახეობა სულ და 200,000 ზღვის სახეობაც კი. ცნობილი მოლუსკების სახეობებიდან შეფასებული იქნა 8,772 დაახლოებით 10.5% და აქედან 2,213 არის მონაცემთა დეფიციტი. იოკნ 2020 ჩამოთვლილია 299 გადაშენებულად, რაც მთლიანი შეფასების 4.6%-ს შეადგენს, გამოკლებით მონაცემთა დეფიციტის მქონე. ამრიგად, მოლუსკებმა გადაშენების გაცილებით მაღალი მაჩვენებელი განიცადეს, ვიდრე ფრინველებმა და ძუძუმწოვრებმა 1.5%. იოკნის წითელი ნუსხის მონაცემების ანალიზზე დაფუძნებული, იმ გაფრთხილებით, რომ სავარაუდოდ არსებობს გარკვეული მიკერძოება გადაშენებული სახეობების ჩამონათვალის მიმართ. მიუხედავად ხერხემლიანებთან შედარებით უხერხემლოების შესახებ მონაცემების შედარებით ნაკლებობისა, თითქმის იგივე რაოდენობის მოლუსკები 299 ჩამოთვლილია იოკნის 2020 მიერ გადაშენებულებად, როგორც ყველა ძუძუმწოვარი, ფრინველი, ქვეწარმავალი და ამფიბია ერთად 314. ამ მოლუსკების უმეტესობა 273 გასტროპოდებია, რომელთა დიდი უმრავლესობა ოკეანის კუნძულების ხმელეთის ლოკოკინებია და ნახევარზე მეტია 35 წყნარი ოკეანის კუნძულების ლოკოკინებია. ორგანიზმის ნარჩენების შენარჩუნების პოტენციალი მნიშვნელოვანია გადაშენების შეფასებისას, მაგრამ არსებობს თანდაყოლილი კონსერვაციის მიკერძოება, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ასეთ შეფასებებზე. მაგალითად, ძუძუმწოვრების შენარჩუნების პოტენციალი ბევრად აღემატება ამფიბიებს, ხოლო მსხვილ ხერხემლიანებს ბევრად აღემატება მცირე ხერხემლიანებს. ხმელეთის უხერხემლოებს შორის, მოლუსკები კარგი კანდიდატია სახეობების დანაკარგების შესაფასებლად, რადგან ისინი ტოვებენ ხანგრძლივ ნარჩენებს ჭურვებს ნამარხებსა და არქეოლოგიურ ჩანაწერებში, როდესაც ისინი იღუპებიან. კუნძულებზე, განსაკუთრებით იქ, სადაც კირქვის სუბსტრატები კალციუმის მაღალი შემცველობით იძლევა ცარიელი ჭურვების ხანგრძლივ შენარჩუნებას. მრავალმა კვლევამ აჩვენა ახლახან გაქრა ფაუნა და აღწერილია მეცნიერებისთვის ახალი სახეობები, თუმცა უკვე გადაშენებული მწერები ან სხვა ფეხსახსრიანები, რომელთაგან ბევრი არ ტოვებს იდენტიფიცირებულ ნაშთებს, ჩვეულებრივ ვერ ახერხებენ ისეთი ინფორმაციის მიწოდებას უახლესი გადაშენების შესახებ, როგორც ეს შეუძლიათ მოლუსკებს, თუ არ გამოიყენებენ დროის მოთხოვნილ ნიმუშების ანალიზის მეთოდებს SMAC. ჭაობის ბირთვი, ამ შემთხვევაში მწერების ბოლო გადაშენება და მათი შესაძლებელია გამოვლინდეს შესაძლო მიზეზები. მიუხედავად ამისა, ბევრი მწერი შემორჩენილია ქარვაში და სხვები კარგად არის ცნობილი, მაგალითად, ტბის საბადოებიდან, კამისა და ჭაობის ტორფის საბადოებიდან და ნავთობის გაჟონვით. სამი გლობალური გადაშენების შეფასება მოლუსკების საფუძველზე. მიუხედავად იოკნის დიდი ძალისხმევისა, წითელი ნუსხის მონაცემები მოლუსკების გადაშენების შესახებ ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი. ჩვენ ჩავატარეთ შეფასებები, რომლებმაც აჩვენეს, რომ მოლუსკების მრავალი სახეობა ცნობილია როგორც გადაშენებული, ვიდრე წითელ ნუსხაშია შეტანილი. ჩვენი მიდგომები იყო ექსპერტისა და გამოკითხვის მარცხნივ დახილი ხაზი ჩაწერის მიდგომების ერთობლიობა. თუმცა, ისინი არ იყო ალბათობითი, სტრუქტურირებული მსჯელობის მიდგომები, თუმცა ისინი აერთიანებდნენ ალბათობის მოდელირების ასპექტებს. ჩვენი უახლესი რიცხვებია 628 გადაშენებული სახეობა, 380 შესაძლოა გადაშენებული და 14 გადაშენებული ველურ ბუნებაში, სულ 1032 სახეობა ამ გაერთიანებულ კატეგორიებში და ორჯერ მეტი, ვიდრე ჩამოთვლილია იოკნის 2020 მიერ ამ კატეგორიებში 462. გარდა ამისა, 200 სახმელეთო ლოკოკინის სახეობის მკაცრად შემთხვევითი გლობალური ნიმუშის ექსპერტის შეფასების საფუძველზე, ექსტრაპოლაციამ დაადგინა, რომ დაახლოებით 30,000 მიწის ლოკოკინის სახეობიდან რიცხვი, რომელიც იმ დროს აღიარა როზენბერგმა 2014 3000-დან 5100-მდე 10-დან 17%. შესაძლოა გადაშენებულიყო მონაცემების ხელახალი შეფასების საფუძველზე რეიგნი მიერ კავი 2017.
როდესაც დაახლოებით 44,000 ზღვის მოლუსკების გადაშენება ფაქტობრივად ნულოვანი იყო 3 გადაშენებული, 3 შესაძლოა გადაშენებული, მაშინ 73,000-დან 75,000-მდე აღწერილი მოლუსკების 4,7% გადაშენდა. Mollusk Base-ის მიხედვით, ცნობილი მოქმედი მოლუსკის სახეობების საერთო რაოდენობა გარკვეულწილად აღემატება როზენბერგის შეფასებებს, რომლებიც რეგნიერმა და კოუიმ გამოიყენეს თავიანთ გამოთვლებში, თუმცა გადაშენების საერთო სურათი არ შეცვლილა. თუ ვივარაუდებთ, რომ AE200 ხმელეთის ლოკოკინის სახეობა, რომელიც ნიმუშმა აიღო რეგნიმა წარმოადგენენ ცნობილი არასაზღვაო უხერხემლოების მრავალფეროვნებას და მათი გადაშენების სიხშირეს, რა თქმა უნდა თამამი ვარაუდი. მესამე ორი სახეობების 3/4 არის არასაზღვაო და მესამე 3 საზღვაო გადაშენება უმნიშვნელოა არასაზღვაო გადაშენებებთან შედარებით. მაშინ დაახლოებით 7/5-დან დაახლოებით 2 მილიონი სახეობის 13%-ს 50,000-დან 260,000-მდე გადაშენდა დაახლოებით 1500 წლიდან. ეს არის 882,004% სიდიდის ბრძანებები, რომლებიც ჩამოთვლილია EAC-ნის 2020 მიერ გადაშენებულად. მაგრამ არის ეს ბიომრავალფეროვნების კრიზისი, ან თუნდაც მე-6 მასობრივი გადაშენება. ხუთი. მიმდინარე გადაშენების მაჩვენებლების ფონზე. არგუმენტების საკითხთან დაკავშირებით, არის თუ არა ამჟამინდელი გადაშენების მაჩვენებლები ხელოვნურად მაღალი, დამოკიდებულია გადაშენების ფონური სიჩქარის შეფასებაზე. მას შემდეგ, რაც PIMA 1995 შემოიტანა გადაშენების მაჩვენებელი მილიონ სახეობა წელზე, ეს სტატისტიკა ხშირად გამოიყენებოდა ფონური სიჩქარის აღსაწერად. ავტორთა უმეტესობამ მიაღწია შეფასებებს 0,1 გადაშენების შესახებ მილიონ სახეობა წელზე. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ტიპიური მაჩვენებლები შეიძლება იყოს 0,1 გადაშენება მილიონ სახეობა წელზე. თუმცა, ზუძუმწოვრებზე დაყრდნობით, სებალოს 2015 შეაფასა ფონური მაჩვენებელი დაახლოებით 2 გადაშენების შესახებ მილიონ სახეობა წელზე. მიუხედავად ამისა, ბრიქსმა ამჯობინა გამოეყენებინა პლეისტოცენის ფონური გადაშენების მაჩვენებელი წელიწადში დაახლოებით 0,5 სახეობის თანამედროვე გადაშენებებთან შედარებით. თუმცა, გადაშენების დიდი მნიშვნელობა მილიონ სახეობა წელზე არის ის, რომ გადაშენების ტემპი გადაშენების ბიოტას პროპორცია დამოუკიდებელია სახეობების მთლიანი რაოდენობისგან, ხოლო სახეობების სპეციფიკური რაოდენობა, რომლებიც გადაშენებულია, არაფერს ამბობს სიჩქარის შესახებ. მიუხედავად ამისა, შედარების სიმარტივისთვის და სულ დაახლოებით 2 მილიონი აღწერილი სახეობის ვარაუდით, ფონური მაჩვენებელი 2 გადაშენების მილიონი სახეობა წელი უდრის 4 სახეობის გადაშენებას წელიწადში, მაგრამ 0. 5 სახეობა წელიწადში უდრის მხოლოდ 0,25 გადაშენებას მილიონ სახეობა წელზე. სებალოსის 2015 მილიონ სახეობაზე 2 გადაშენების ღირებულების გამოყენება თანამედროვე მაჩვენებლებთან შედარებით 8-ჯერ უფრო კონსერვატიულია ვიდრე ბრიქსის 2016 წელიწადში 0,5 სახეობის გამოყენება, რადგან განსხვავება წელიწადში 4-სა და თანამედროვე მაჩვენებელს შორის იქნება. იყოს უფრო მცირე ვიდრე წელიწადში 0,5 და თანამედროვე მაჩვენებელს შორის და, შესაბამისად, ხაზს გაუსვამს ბიომრავალფეროვნების კრიზისის დასკვნას. გარდა ამისა, ასობით წლის ამჟამინდელ ვადებში ანუ EAC-ენ ჩამოთვლის გადაშენებებს 1500 წლიდან, გასაგებად, გადაშენება მილიონ სახეობა წელზე უდრის 10,000 სახეობაზე გადაშენების რაოდენობას 100 წელიწადში. ამრიგად, ჩვენი შეფასებით 1500-დან 500 წლის განმავლობაში ყველა სახეობისას 50,000-დან 260,000-მდე გადაშენება 300-დან 520-მდე გადაშენება წელიწადში დაახლოებით 2 მილიონ სახეობას შორის უდრისას 50-დან 260-მდე გადაშენებას მილიონ სახეობაზე, ბევრად უფრო დიდ სახეობაზე. დასაბალოზის კონსერვატიული ფონური მაჩვენებელი 2015. თუ უფრო კონსერვატიულად, ჩვენს გამოთვლებს დავაფუძნებთ 628 მოლუსკების სახეობას, რომლებიც გადაშენებულად მივიჩნიეთ დაახლოებით 80,000 არსებული არა მხოლოდ ნამარხი მოლუსკების სახეობებიდან, მათ შორის ზღვის სახეობებიდან, რომლებმაც უმნიშვნელო გადაშენება განიცადეს, მივიღებთ 16 გადაშენების მაჩვენებელს მილიონზე. სახეობა წელი, ანუ 26 გადაშენება მილიონ სახეობა წელზე თუ ჩვენ ასევე მოიცავს სახეობებს,
რომლებიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ შესაძლოა გადაშენებულად 380 და გადაშენებულად ბელუში 14. თუმცა ეს შეფასებები ხელოვნურად დაბალია, რადგან ჩვენ შევადარეთ ცნობილი ჩვენს მიერ გადაშენება მთლიან ცნობილ სახეობებთან, განსხვავებით მხოლოდ იმ ცნობილი სახეობებისაგან, რომელთა სტატუსიც ჩვენ შესწავლილი გვქონდა დამატებითი ცნობილი სახეობები შესაძლოა გადაშენებული იყოს, ჩვენთვის უცნობია. თუ გამოვიყენებთ ეკნის 2020 რიცხვს 299 მოლუსკის გადაშენებული 6559 შეფასებული მოლუსკების არადეფიციტური სახეობიდან, მივიღებთ 91 გადაშენების სიჩქარეს მილიონ სახეობა წელზე. თუმცა ეს ხელოვნურად მაღალია ცნობილი გადაშენებული სახეობების ჩამონათვალში მიკერძოებულობის გამო. მოლუსკების გადაშენების ამ სხვადასხვა შეფასებით საშუალოდ მოდის 100 გადაშენებაზე ოდნავ მეტი მილიონის სახეობა წელიწადში, მაგრამ დიდი განსხვავებაა გამოყენებული მონაცემებზე დამოკიდებული. ამფიბიებისთვის მაკალუმმა 2007 შეაფასა გადაშენების თანამედროვე ტემპები იყვნენ წითელი ნუსხის მონაცემებზე დაყრდნობით 10-დან 61-მდე გადაშენება მილიონ სახეობა წელზე. პრიმმა 2014 შეაფასა ფრინველების, ამფიბიების და ძუძუმწოვრების სახეობების მაჩვენებლები, შესაბამისად, 1900 წლამდე აღწერილი იყო, როგორც 49, 66 და 72 გადაშენება მილიონ სახეობა წელზე და აღწერილია 1900 წლის შემდეგ, როგორც 132, 7 და 243 გადაშენება მილიონ სახეობაზე. მცენარეებისთვის ამფლისმა 2019 შეაფასა 1900 წლამდე აღწერილი მცენარეებისას 71 გადაშენება მილიონ სახეობაზე და 60 გადაშენება მილიონ სახეობა წელზე 1900 წლის შემდეგ აღწერილი სახეობებისთვის. გადაშენების ყველა ეს შეფასება მილიონ სახეობა წელზე მოდის 10-დან 253-მდე დიაპაზონში, საშუალოდ 100-ზე მეტი გადაშენება მილიონ სახეობა წელზე, მაგრამ ისევ ფართო დისპერსიით. ამრიგად, ერთად აღებული ეს შეფასებები წინაკვლევების ანალოგიურ დიაპაზონშია და გვთავაზობს თანამედროვე მაჩვენებელს 100-დან 1000 ჯერ აღემატება ფონურ მაჩვენებელს, ანუ ეფუძნება ფონურ სიჩქარეს 1 ან 0,1 გადაშენების მილიონ სახეობა წელზე. შესაბამისად, ლანგინმა 2016 შეაფასა გადაშენება მილიონ სახეობა წელზე, როგორც დაახლოებით 1,05 გადაშენებული სახეობების ეკნის რაოდენობის მიხედვით, მაგრამ როგორც ყველა ცნობილი სახეობის პროპორცია, მიდგომა, რომელიც როგორც ზემოთ განვიხილეთ, სერიოზულად არ აფასებს ნამდვილ გადაშენებას. მიუხედავად ამისა, მათ ასევე შეაფასეს გადაშენების შემთხვევები მილიონ სახეობა წელზე გადაშენებულთა რიცხვზე და დამატებით 1000 გადაშენებულ სახეობაზე, დაახლოებით 10 გადაშენების ღირებულებით მილიონ სახეობა წელზე და შემდეგ შეიტანეს ყველა დაახლოებით 20,000 საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა დაახლოებით ღირებულებით. 58 გადაშენება მილიონ სახეობაზე წელიწადში, რაც იგივე სიდიდისაა, როგორც სხვა კვლევებმა აჩვენა. მიუხედავად ფარდობითი რიცხვებისა, მიიღება თუ არა 1, 0 თუ 0. ერთი გადაშენების ფონური მაჩვენებელი მილიონ სახეობა წელზე. ბევრ კვლევაში შეფასებული გადაშენების ტემპი გაიზარდა ბოლო 500 წლის განმავლობაში და მიუხედავად იმისა, რომ უფრო გრძელი ინტერვალებით შეფასებული მაჩვენებლები უფრო დაბალია, ვიდრე შეფასებული უფრო მოკლე ინტერვალებით, ისინი ბევრჯერ აღემატება წიაღისეული ჩანაწერებიდან მიღებული ფონური გადაშენების სიჩქარეს. 6. კუნძულები და სხვა კუნძულოვანი ჰაბიტატები. გადაშენების სიხშირის შეფასებების უმეტესობა, მათ შორის ჩვენი, მიუთითებს იმაზე, რომ კუნძულის სახეობებმა გაცილებით დიდი მაჩვენებლები განიცადეს, ვიდრე კონტინენტური სახეობები, ეს ფაქტი საყოველთაოდ არის აღიარებული. თუმცა, ბრიქსმა 2017 აჩვენა, რომ ეს არ არის მეექვსე მასობრივი გადაშენების წარმომადგენელი, ფოკუსირებული იყო კონტინენტურ ფაუნებზე გაცილებით დაბალი გადაშენების მაჩვენებლით. მაგრამ კუნძულის სახეობების იგნორირება ამცირებს ამ დანაკარგების სერიოზულობას, ისეთი ფიგურებით, როგორიც წყნარი ოკეანის კუნძულებზე 2000 ფრინველი სახეობის გადაშენება ადამიანის კოლონიზაციის შემდეგ, რაც დაიწყო სულ რამდენიმე 1000 წლის წინ, ანუ ფრინველთა ამჟამინდელი მსოფლიო ფაუნის თითქმის მეექვსედის დაკარგვა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ითვლებოდა, რომ ამაზონის აუზისა და ცენტრალური აფრიკის ვრცელი ჯუნგლები შეიძლება არ იყოს დასახლებული უკიდურესად ვიწრო ენდემური სახეობებით, ყოველ შემთხვევაში არა კუნძულის ენდემების მასშტაბით, რომლებიც ბინადრობენ მხოლოდ რამდენიმე კვადრატულ კილომეტრზე,
მიუხედავად ამისა, არსებობს მრავალი ჰაბიტატი კუნძული. კონტინენტური რეგიონები, რომლებიც მართლაც მხარს უჭერენ შედარებით ვიწრო ენდემებს, რომლებიც ისეთივე საფრთხის ქვეშ არიან, როგორც ოკეანის კუნძულებზე. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და სხვაგან კარსტული გამონაყარის სახმელეთო ლოკოკინები ძალზე მრავალფეროვანი და ვიწრო ენდემურია, ხშირად ცალკეულ გამონაყარამდე და მძიმე საფრთხის ქვეშ არიან. წყნარი წყლის ლოკოკინები განსაკუთრებით დაუცველია მათი ჩვეულებრივ ვიწრო დიაპაზონის გამო, ხშირად მხოლოდ ერთი წყარო ან წყაროს კომპლექსი, ისევე როგორც ამფიპოდები და სხვა ტაქსონები, მათ შორის არტეზიული წყაროების მცენარეები ავსტრალიის უდაბნოებში. მღვიმეების ფაუნები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შეიცავს უაღრესად ენდემურ უხერხემლო ფაუნებს, ზოგიერთი სახეობა შემოიფარგლება მხოლოდ ცალკეული გამოქვაბულებით, მაგალითად რუმინეთსა და სამხრეთ აფრიკაში. თევზის სახეობები იზოლირებულ ჩინურ პლატოს ტბებში ავლენენ ერთ ტბის ენდემიზმის მაღალ დონეს, ისევე როგორც მტკნარი წყლის ლოკოკინები, რომლებიც ენდემურია ამ ტბებიდან ერთი ან რამდენიმესთვის. ბალკანეთის უძველესი ტბები მხარს უჭერენ ენდემური ლოკოკინებისა და კიბოსნაირების გამოსხივებას. ასევე, ცალკეული იზოლირებული მთის მწვერვალების ბიოტაცის კუნძულები ხშირად მოიცავს მრავალი ჯგუფის ენდემურ სახეობებს. ყველა ეს ეკოსისტემა იზოლირებულია მიმდებარე ჰაბიტატის მიერ და ამ მხრივ ოკეანის კუნძულების ტოლფასია. მაგრამ ამ იზოლირებული ჰაბიტატების მრავალი ბიომრავალფეროვნება მხოლოდ ცუდად არის გამოკვლეული და ეჭვგარეშეა, რომ ენდემური სახეობების დიდი რაოდენობა აღმოჩენას ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, შანსს, რომ კუნძულის ბიოტა უფრო მეტად ექვემდებარება გადაშენებას, ვიდრე კონტინენტურ სახეობებს, ასეთმა ფართო დასკვნამ შეიძლება დამალოს ვიწრო ენდემური კონტინენტური სახეობების დიდი მრავალფეროვნების მოწყვლადობა, რომლებიც გვხვდება ასეთ კუნძულების ეკვივალენტებზე. ამაზონის აუზშიც კი სულ უფრო და უფრო აღიარებულია, რომ ბევრი იდუმალი ტაქსონი შეიძლება არამხოლოდ შემოიფარგლოს ენდემიზმის ტერიტორიებით, რომლებიც შემოსაზღვრულია ძირითადი მდინარეებით, არამედ გვხვდება მხოლოდ ამ ტერიტორიების მინი-ინტერფლუვიაში. 7. საზღვაო სახეობები. ოკეანეების გარემოს დაცვითი ჯანმრთელობა არის მედიის მნიშვნელოვანი ყურადღების საგანი, რომელიც დიდწილად მიდრეკილია განიხილოს დაბინძურება მაგ. პლასტმასის მეშვიდე კონტინენტი, მეთევზეობის კოლაფსი და გადაშენება, როგორც ერთი და იგივე პრობლემის სხვადასხვა გამოვლინება. ბედის ირონიით, მიუხედავად იმისა, რომ პირველი 5 მასობრივი გადაშენება დოკუმენტირებულია საზღვაო ნამარხი ჩანაწერების საფუძველზე, საოცრად მცირე მტკიცებულებაა იმისა, რომ მე-6 მასობრივი გადაშენება შესაძლოა ოკეანეებში დაიწყო. ორმა ხშირად ციტირებულმა კვლევამ დააფიქსირა კომერციული თევზის მარაგების ჭარბი თევზაობა, წარსული, აწმყო და პროგნოზირებული, და მათი დაშლა 21 საუკუნის შუა პერიოდისთვის, რასაც მოჰყვა მედია განცხადებები, როგორიცაა ზღვის პროდუქტები მენიუდან 2048 წლისთვის და აღარ თევზი. 2048. თუმცა, კომენტატორებმა აირია კომერციული გადაშენება თევზის მარაგების ეკონომიკური და ეკოლოგიური კოლაფსი და ბიოლოგიური გადაშენება სახეობის ყველა ინდივიდის გაუჩინარება. არ შეიძლება უარუყოთ, რომ კომერციული თევზის მარაგი იყო და კვლავ იწურება, ხოლო სამიზნე თევზის ზომის შემცირება მე-20 საუკუნის განმავლობაში იძლევა დამაჯერებელ მტკიცებულებას საბაზისო ხაზების შეცვლაზე. მაშასადამე, აღსანიშნავია, რომ ამ უზარმაზარი მტკიცებულებებისგან განსხვავებით, არსებობს ჭეშმარიტად საზღვაო თევზის მხოლოდ ერთი დოკუმენტირებული გადაშენება, სემტვიჩის უნპენის, რომელიც ცნობილია 1802 წელს ტასმანიაში შეგროვებული ერთი ნიმუშიდან. გარდა ამისა, გადაშენებულია კორეგონუს ოლქის ჩრდილოეთის ზღვის აუზის შესართავებიდან და ამფიდრომი ახალზელანდიური ნაცრისფერი პულტუქტოქს ოლქსერხინჩის კუნძ. წითელ ნუსხაში უორასი ბირიოგან 2020 ყველა სხვა 72 თევზის სახეობა, რომელიც ჩამოთვლილია, როგორც გადაშენებული 62 ან გადაშენებული ბუნებაში 10 არის მტკნარი წყლისგან. თევზების გარდა, გადაშენებულად ჩამოთვლილ საზღვაო სახეობებს მიეკუთვნება სტელერის ზღვის ძროხა, ჰაიდრდამალის გეგს, კარიბის ზღვის ბერისელაპი, ნიმფომავნაჩსტოკკალის, დიდი ოკ, პინგვინს იმპენის და რამდენიმე სხვა ზღვის ფრინველი, თუმცა ბერი და ზღვის ფრინველი ემუქრება. როდესაც ხმელეთზე, ვიდრე ზღვაში, ისევე როგორც მხოლოდ ერთი წყალმცენარეების სახეობა როდოფიტი ვანვოს ჩბენიჩი ან პეპნხას,
სიდნეის ნავსადგურიდან. არ არის დაფიქსირებული 1886 წლიდან და ზღვის მოლუსკების 4 სახეობა. ამ მოლუსკებიდან ხელახლა აღმოაჩინეს ნეტვევი ღლამი ჩინეთის მანგროსა და მარილიანი ტაობებიდან, თუმცა მისი გადარჩენა გაურკვეველია და ასიმინეიდი მღალტუპის პლიხს მავრიკიდან უფრო კვალიფიცირდება როგორც ჰალოფილური ხმელეთის სახეობა, ვიდრე როგორც ზღვის ლოკოკინა. ფაქტობრივად, ახალი ინგლისის გველთევზის ბალახი, ლეტივ ალვის, რჩება ერთადერთ საზღვაო უხერხემლო ცხოველად, რომლის ტაქსონომიური სტატუსი უდავოა და რომელსაც აქვს კარგად დოკუმენტირებული გადაშენების ისტორია. მოლუსკების მეოთხე სახეობის, ლეტივ ედმჩელის დაცემა, რომელიც პირველად აღწერილი იყო, როგორც პლეისტოცენის ნამახი, არ არის დაკავშირებული აშკარა თანამედროვე გარემოს ცვლილებებთან და შესაძლოა ბუნებრივიც ყოფილიყო. რობერტსი 1999 ამტკიცებდა, რომ არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომ ვიეჭვოთ, რომ ბევრი საზღვაო გადაშენება შეუმჩნეველი დარჩა, მტკიცება, რომელსაც ჩვენ ვეთანხმებით. მაგრამ ჩვენ არ ვიზიარებთ მათ მოსაზრებას, რომ ხმელეთის ეკოსისტემებთან შედარებით, სხვა გაცილებით ნაკლებად არის შესწავლილი და ინფორმაციის ისტორიული საბაზისო ხაზი, როგორც წესი, მოკლეა. უფრო რთულია საზღვაო ეკოსისტემების სინჯის აღება, მაშინ როცა მათი განცხადება, რომ ჩვენი ტაქსონომიური ცოდნა მრავალი ჯგუფის შესახებ რჩება ფრაგმენტული, ისევე ეხება არასაზღვაო უხერხემლო ჯგუფთა უმეტესობას. წითელი ნუსხის მიღმა, მართლაც არის გადაშენებულად გამოცხადებული საზღვაო სახეობების დამატებითი შემთხვევები და გრავილის 2015 ვარაუდიც კი, რომ ხმელთაშუა ზღვის ჰიდროზოა 53 სახეობიდან, რომელიც არ იყო დაფიქსირებული ლიტერატურაში წინა 41 წლის განმავლობაში, 60% ანუ 32 სახეობა შეიძლება იყოს გადაშენებულად გამოცხადდა. ისევე როგორც ხმელეთზე, გადაშენებულად გამოცხადებული სახეობებით შეიძლება ხელახლა აღმოჩნდეს. მართალია, საზღვაო სფეროს უკიდეგანობა და ზოგიერთი ადგილის შიშორი ართულებს ამომწურავი კვლევების ჩატარებას მისი მრავალი სახეობის კომპონენტის კონსერვაციის სტატუსის დასაბუთებისთვის. თუმცა, ეს უკიდეგანობა და ეს შიშორი არის ზუსტად ის, რაც საზღვაო სახეობებს ნაკლებად მიდრეკილს ხდის გლობალური გადაშენებისკენ. ჩვენ ვეთანხმებით რობერტს 1999, რომ რაც ახლა ეჭვგარეშე არის ის, რომ ბევრმა საზღვაო სახეობამ დაიწყო გლობალური გადაშენების გზაზე სიარული, რომ სხვადასხვა საფრთხეები მატულობს და რომ უკიდურესი იშვიათობა შეიძლება იყოს გადაშენების საწინდარი, მაგრამ ჩვენ ვასკვნით. მონტელუნას მიმოხილვის შესაბამისად 2007 და ბრიქსის მიერ დაცულ შეხედულებებთან 2017, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ მეექვსე მასა გადაშენებამ უკვე დააზარალა საზღვაო ბიოდა. 8. მცენარეები. ეს კომენტარი ფოკუსირებულია ცხოველებზე და განსაკუთრებით არასაზღვაო ცხოველებზე. მაგრამ მცენარეები, თუმცა ალბათ უფრო სრულად არის აღწერილი, ვიდრე უხერხემლოების უამრავ ცხოველს, წითელ ნუსხაში უორასი ბულორასი ბიეცუდად არის დაფარული. პეუს სამეფო ბოტანიკური ბაღის 2016 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ მცენარეებში გადაშენების დადასტურება რთულია, რადგან სახეობების აღმოჩენა შეიძლება ძნელი იყოს, განსაკუთრებით ის, ვინც ყოველწლიურად არ ყვავის და გამოკვლევის ძალისხმევის ნაკლებობის გამო. უფრო მეტიც, მცენარეთა ცნობილი სახეობების მხოლოდ 10% იქნა შეფასებული ელკნის 2020 მიერ, მცირე ნიმუში, რომელიც მიდრეკილია სახეობებისკენ, რომლებიც, სავარაუდოდ, უფრო მიდრეკილნი არიან გადაშენებისკენ წითელი ნუსხის შემფასებლების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ნათქვამია, რომ მცენარეთა სახეობების 21%-ის გადაშენება ემუქრება ელკნის კრიტერიუმების მიხედვით, კუის ანგარიშში არ არის მითითებული მცენარეებში ცნობილი გადაშენების მონაცემები. ელკნმა 2020-ში შეაფასა 43556 მცენარის სახეობა და ჩამოთვლისას 20 სახეობას, როგორც გადაშენებულს და 39 გადაშენებულს ველურ ბუნებაში 0. 32% შეფასებულთა კომბინირებული, ხოლო 17507 საფრთხის ქვეშ მყოფი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი და დაუცველის კატეგორიებში 41% შეფასებული. მთლიანი მრავალფეროვნების 4%. განხორციელდა რამდენიმე მცდელობა მცენარეთა გადაშენების რეგიონალური რაოდენობის წარმოების, ზოგადად დაბალი მაჩვენებლების წარმოქმნით, კალიფორნიის ადგილობრივი ფლორის 0. 53%, ესპანური ფლორის 0.
38% და ხმელთაშუა ზღვის მთლიანი ფლორის 0. 55%, მაგრამ ადგილობრივი ფლორის 2%. ევროპისა და ისრაელის ფლორა. ლიტერატურის მიმოხილვებზე დაყრდნობით, ჰამფრისმა 2019 შეადგინა ცნობილი გადაშენებული მცენარეების პირველი გლობალური სია, სულ 571 სახეობა. ეს მოიცავდა 491 სახეობას, რომლებიც არ იყო წითელ ნუსხაში, სადაც ამჟამადაც 20 არის ჩამოთვლილი და გამორიცხული იყო სხვა სახეობები, რომლებიც ადრე იყო ჩამოთვლილი, როგორც გადაშენებული, მაგრამ ხელახლა აღმოჩენილი ან წინელი მირებული იყო. დევოსმა 2015 ასევე აჩვენა, რომ მცენარეების გადაშენების ამჟამინდელი მაჩვენებელი 500 ჯერ აღემატება მათ ფონურ გადაშენების სიჩქარეს. თუმცა, ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია. ვიდრე ადრინდელი შეფასებით, დაახლოებით 30,000 მცენარის გადაშენების შესახებ, სავარაუდოდ 2015 წლისთვის, რაც ექსტრაპოლირებული იყო ტროპიკული ტყეების დაკარგვის მიმართ გამოყენებული სახეობების მიდგომიდან. კრონკმა 2016-დან მარტა შეუსაბამობა ამ შეფასებებსა და იოკენის ციფრებს შორის ორი ფაქტორის შედეგად. აი ზოგადი ფაქტი, რომელიც ასევე ეხება ცხოველებს, რომ გადაშენების სიები ძალზე კონსერვატიულია, რადგან ძნელია დაამტკიცოს, რომ სახეობა გადაშენებულია და რომელს შეცდომის შიში, მაგრამ ძირითადად მესამე გადაშენების დიდი დრო, ანუ დრო გადაშენებამდე მიმავალი მოვლენის დადგმა შორის ჰაბიტატის დეგრადაცია ან სახეობის გადაშენება, რომელიც საჭიროა სასიცოცხლო ციკლის შესასრულებლად, როგორიცაა თესლის დისპერსერიან და მბინძურებელი და სახეობის უკანასკნელი ინდივიდის დაღუპვა ფენომენი, რომელიც ცნობილია როგორც გადაშენების ვალი. მცენარეებისთვის ეს შეფერხება შეიძლება რამდენიმე საუკუნე გაგრძელდეს. ეს ფენომენი ილუსტრირებულია იმით, რომ ძალიან დეგრადირებულ ეკოსისტემებში, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები, სადაც ადგილობრივი ტყე გაწმენდილია, მაგალითად, კოსტა-რიკაში, ცალკეულმა ძირძველმა ხეებმა შეიძლება გადარჩეს 10 წლეულების განმავლობაში, თუმცა რეკრუტირება არ ხდება. ამ ხეებს იანზენმა 2001 ცოცხალი მკვდარი უწოდა. ეს შეფერხების დრო ჩვეულებრივ ბევრად უფრო გრძელია მცენარეებში, ვიდრე ცხოველებში, რადგან აი ბევრ მცენარეს აქვს ცხოველებთან შედარებით მეტი სიცოცხლის ხანგრძლივობა. მესამე ნიადაგის თესლის ბანკის არსებობა, რომელიც შეიძლება წარმოქმნას ინდივიდებს, სანამ ის არ ამოიწურება, და მესამე ბევრ მცენარეს შეუძლია გამრავლება უსქესო გზით, რაც საშუალებას აძლევს უკანასკნელ ინდივიდს წარმოქმნას მემკვიდრეები. თუმცა, რამდენიმე კვლევამ, რომლებიც ადარებს ადგილობრივ გადაშენების მაჩვენებლებს სხვადასხვა ტაქსონომიურ ჯგუფს შორის, აჩვენა, რომ მცენარეებს ჩვეულებრივ აქვთ გადაშენების უფრო დაბალი მაჩვენებელი, ვიდრე უხერხემლოებს. შეება იმის დემონსტრირება, რომ ეს ასია გლობალურ დონეზე, მაგრამ შესაძლოა მცენარეებს მართლაც აქვთ გადაშენების უფრო დაბალი მაჩვენებელი, ვიდრე ცხოველებს. ხანგრძლივ ცხოველებში, როგორიცაა მტკნარი წყლის მარგალიტის მიდიები უნინედი, შეიძლება აღმოჩნდეს ხანგრძლივ გადაშენების დროების ფენომენი, რომლებსაც შესაძლოა ჰყავდეთ ძველი ცხოველების ცოცხალი პოპულაციები, მაგრამ არ გროვდება, როდესაც ლარვების თევზის მასპინძლები განადგურდებიან. ცარა. რა უნდა გავაკეთოთ ახლა? როგორც ვაჩვენეთ, დამოუკიდებელ მეთოდებზე დაფუძნებული მრავალი პუბლიკაცია ასახავს კრიზისის რეალობას. მეექვსე მასობრივი გადაშენება შეიძლება ჯერ არ მომხდარა, მაგრამ გადაშენების გაზრდილი ტემპები და უზარმაზარი დიაპაზონი და მოსახლეობის შემცირება უკვე მოხდა და რაც არ უნდა ეწოდოს მას, ბიომრავალფეროვნება უფრო დიდი ტემპით იცვლება, ვიდრე ანთროპოგენური ზემოქმედების არარსებობის შემთხვევაში. ეს ფაქტია. მისი უარყოფა უბრალოდ ფრენა მონაცემთა მთის პირისპირ, რომელიც სწრაფად გროვდება და აღარ არის ადგილი სკეპტიციზმისთვის. მაინტერესებს, მართლა ხდება თუ არა ეს. ჩვენ გვესმის გადაშენების მაჩვენებლების გადაჭარბებული შეფასების ხარჯები, განსაკუთრებით ის, რომ ამით არასწორად შეფასებული, როგორც გადაშენებული სახეობები გამოირიცხება კონსერვაციის მხარდაჭერისგან, ხოლო სანდოობის დაკარგვა, თუ სახეობა შემდგომში აღმოჩენილი იქნება. უხერხემლო ცხოველის ალბათ გადაშენებულად ჩაწერა არ აგროვებს სათაურებს, მაგრამ მისი ხელახალი აღმოჩენა, განსაკუთრებით მეცნიერების უარყოფის ეპოქაში. მაგრამ არასაკმარისად შეფასების მაჩვენებლების აწოლს აძლევს მათ, ვინც თვლის, რომ არ არის ბიომრავალფეროვნების კრიზისი, როგორც ხაზგასმულია Diamond 1987,
რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხარდაჭერისგან კიდევ უფრო დიდი გამორიცხვა. მთელი გაურკვევლობის გამო, რომელიც თან ახლავს სახეობის განსაკუთრებით უხერხემლო გადაშენებულად გამოცხადებას, ჩვენი მიმოხილვა მიუთითებს იმაზე, რომ ყველაზე სავარაუდო სცენარია, რომ ანთროპოგენური გადაშენების ჭეშმარიტი დონეები მოხდეს მათ შორის, რასაც გარემოს დაცვითი სკეპტიკოსები უწოდებენ ზედმეტ შეფასებას. ეს არის გადაჭარბებული შეფასება მხოლოდ მათთვის, ვინც უარყოფს ფაქტებს, რომლებიც არ შეესაბამება მათ პირად ან პოლიტიკურ დღის წესრიგს. რომ მეექვსე მასობრივი გადაშენება დაიწყო ხმელეთზე და მტკნარ წყალში, უფრო სავარაუდოა. კაცობრიობას აქვს ძალა მანიპულირება დედამიწაზე დიდი მასშტაბით. ჩვენ ვართ ერთადერთი სახეობა, რომელსაც აქვს ასეთი ძალა და არჩევანი. ამიტომ, ჩვენ არ ვართ, როგორც ზოგიერთი ამტკიცებს, უბრალოდ სხვა სახეობა, რომელიც თავის საქმეს ახორციელებს საგანთა უფრო დიდი ევოლუციური სქემით, არგუმენტი, რომელიც კარტ ბლანში აძლევს მათ, ვინც დედამიწას საკუთარი მოკლევადიანი სარგებლისთვის გაანადგურებს. ჩვენ, როგორც სხვები ამტკიცებენ, არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მხოლოდ ან პირველ რიგში დედამიწის მანიპულირებაზე ადამიანის კეთილდღეობისთვის, რასაც ეს ნიშნავს. მინის 2018 და როლსტონის 2018 მიერ განხილული და გაკრიტიკებული ასეთი დამოკიდებულებები პასუხისმგებლობის მოხსნაა მართლაც მორალი. ჩვენი ძალით, ჩვენ ხარისხობრივად განსხვავდებით ყველა სხვა ორგანიზმისგან. არც დედამიწაზე ჩვენი ზემოქმედება არის ასტეროიდის შეჯახების მსგავსი სხვა მნიშვნელოვანი ზემოქმედება, ჩვენ გვაქვს არჩევანი, ასტეროიდებს არა. ჩვენ გვაქვს მორალური და ეთიკური ვალდებულება, გამოვიყენოთ ეს ძალა გონივრულად და არა კაპრიზულად. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია არ ვიგრძნოთ, რომ კაცობრიობა საშუალებას აძლევს განვითარდეს სავარაუდო მეექვსე მასობრივი გადაშენება და ცაში არის ფიქრი, რომ ეს ვითარება შეიცვლება რაიმე არსებითად, მიუხედავად ზოგიერთის მცდელობისა, გავლენა მოახდინოს პოლიტიკოსებზე და ბიზნესმენებზე. კონსერვაციის სპეციფიური პროგრამები ცდილობენ გადაარჩინონ სახეობა აქ და სხვა იქ, ძირითადად ფრინველები და ძუძუმწოვრები და ზოგიერთი მართლაც წარმატებული იქნება თუნდაც ეგ სიტუ დატოვებს ცრუ შთაბეჭდილებას, რომელსაც უარყოფენ, რომ ჩვენ წარმატებულები ვართ კრიზისთან ბრძოლაში. სააგენტოები, მათ შორის CIA, დოკუმენტირებენ საფრთხეებს, მაგრამ მცირე გავლენა აქვთ ამ საფრთხეების ფართომასშტაბიანი გაუმჯობესების თვალსაზრისით. რედაქტორები მოგვიწოდებენ, დავასრულოთ ჩვენი პუბლიკაციები პოზიტიურობის მცდელობით, მაგრამ, რა თქმა უნდა, უკეთესია ვიყოთ რეალისტები. მას რა ვქნათ? კარგი ამბავი ის არის, რომ კონსერვაციის მცდელობები შეიძლება ზოგჯერ ეფექტური იყოს. როდესაც კონკრეტული საფრთხეები აღმოიფხვრება, სამიზნე სახეობებმა შეიძლება გამოჯანმრთელდეს გადაშენების პირას მყოფი. მაგალითად, ზღვის ძუძუმწოვრების სახეობების აღდგენა ნადირობის აკრძალვის შემდეგ, კუნძულებზე ინვაზიური სახეობების აღმოფხვის შემდეგ, ადგილობრივი ფაუნების, მათ შორის უხერხემლოების სახეობების აღდგენა, პერგრინის ფალკონი, ხალკო პევგვენ სტანსტოუ, 1771, აღდგენა თითქმის გადაშენებისგან ჩრდილოეთ ამერიკაში დიქლოროდიფენილტრიქლოროეთანის აკრძალვის შემდეგ. თუმცა, ამ იშვიათ წარმატებებში არ უნდა დაიმალოს ის ფაქტი, რომ ვინაიდან სახეობების პოპულაციის უმეტესობის შემცირება გამოწვეულია მრავალფაქტორულად ან ჰაბიტატის ფართომასშტაბიანი დეგრადაციის ან დაკარგვით. შემცირების მიზეზის აღმოფხვრა, როგორც წესი, სცილდება ცალკეული კონსერვაციის ქმედებებს. უფრო მეტიც, ასეთი კაშკაშა ლაქების უმეტესობა ხერხემლიანებს მიემართება, საფრთხის ქვეშ მყოფი უხერხემლო სახეობების დიდი უმრავლესობისთვის, საფრთხის აღმოსაფხვრელად მიზანმიმართული ქმედებები არასოდეს განხორციელდება. არსებობს მრავალი ინიციატივა, სხვადასხვა დონეზე, რათა შეანელოს ან თავიდან აიცილოს მეექვსე მასობრივი გადაშენება, ცალკეული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მწვანე პარტიების ინიციატივები პოლიტიკურ მარცხნივ და ხელი ხაზი სოციალურ დონეზე მაგ გადაშენების აჯანყება, ან ნეონიკოტინოიდების აკრძალვა ევროკავშირი 2018 წელს გარემოს დამცველების 10 წლეულის ლობირებისა და უკვე დაზარალებული გამონაკლისების შემდეგ, კონსერვაციის სააგენტოების მცდელობები ინდივიდუალური დასაცავად, სახეობა ან დაცული ტერიტორიების შექმნა და არც ერთი ეს ინიციატივა არ არის საკმარისი. ბევრს ექნება მცირე ან არანაირი გავლენა, მაგრამ ყველა საჭიროა პროცესის შენელების მცდელობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათ შესაძლოა ძლივ შეამცირონ გადაშენების ტემპი.
ასეთი ინიციატივების უმეტესობა არ არის ორიენტირებული სახეობაზე, გარდა ზოგიერთი ქარიზმატული ხერხემლიანისა და მუშაობს ფართო მასშტაბით დაცული ტერიტორიები, გარემოს დაცვითი კანონმდებლობა, გარემოს დაცვითი განათლება. ჩვენ ვიცით, რომ არ შეიძლება იყოს კონკრეტული ქმედებები ყველა ცოცხალი სახეობის ინდივიდუალურად დასაცავად. ბიომრავალფეროვნების კრიზისთან საბრძოლველად შეზღუდული დროის, აფინანსებისა და ხალხის კონტექსტში კონსერვატორებმა შემოგთავაზეს რამდენიმე მიდგომა, რათა დაეხმარონ მოქმედების ტაქსონომიური ან გეოგრაფიული პრიორიტეტების ჩამოყალიბებას, მათ შორის, ბევრ სხვასთან ერთად, ტერიტორიების შერჩევა როგორც უმაღლესი მრავალფეროვნებით, ასევე საფრთხის მაღალი დონით. არის ბიომრავალფეროვნების ცხელწერტილები, სახეობების შერჩევა საფრთხის დონისა და ფილოგენეტიკური მნიშვნელობის მიხედვით, ტაქსონომიური, ფილოგენეტიკური და ფუნქციური მრავალფეროვნების გათვალისწინებით, ყოვლისმომცველობის, წარმომადგენლობითობის, სუროგაციის, მაგრამ ასევე ინვესტიციების მდგრადობისა და ხარჯების ეფექტურობის ჩართვა სივრცის პრიორიტეტიზაციაში, ეკოსისტემური სერვისების ინტეგრირება კონსერვაციის დაგეგმვაში, ადამიანის მოსახლეობის ზეწოლის, ჰაბიტატისა და დაცვის სტატუსის გათვალისწინებით, მეგადივერსიულ ქვეყნებში შესაძლებლობების განვითარება და გაზრდილი ძალისხმევა გადაშენების უარყოფის წინააღმდეგ საბრძოლველად და საზოგადოების განათლებისა და გავრცელების გაუმჯობესებაში, ზოგადად მეცნიერების უარყოფის გამოსასწორებლად. სია თითქმის უსასრულოა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ინსტრუმენტები შეიძლება დაეხმაროს კონსერვაციის დაგეგმვას და რა თქმა უნდა, სასარგებლოა, უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი არ არის საკმარისი კრიზისის გადასაჭრელად. მაგრამ აქ ჩვენ, როგორც ტაქსონომისტებმა და სისტემატისტებმა, უნდა ვითამაშოთ ჩვენი როლი, რადგან სხვა მეცნიერებზე უკეთ ვართ ინფორმირებულები ცალკეული სახეობების ბეწე. ჩვენ უნდა გავზარდოთ ბიომრავალფეროვნების თანდაყოლილი ადამიანური შეფასება რატომ არის დევიდ ატენბორო ასე პოპულარული და ცნობილი? ჩვენ უნდა გავავრცელოთ მესიჯი, რომ ბიომრავალფეროვნება, რომელიც ჩვენს სამყაროს ასე მომხიბლავს და ლამაზ ხდის, შეუმჩნევლად ქრება უპრეცედენტო სიჩქარით, ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ზოგიერთი გვჯერა და რომ ეკოსისტემის ფუნქციის შენარჩუნებამ აქ, ჰაბიტატების აღდგენით საკმარისი არ არის თავიდან ასაცილებლად. გადაშენებები და რადგან შეუძლებელია ყველა სახეობის შენარჩუნება, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევაგროვოთ და თუ ის შესაძლებელია აღწეროთ სახეობების გადაშენებამდე სამაშველო ნიმუშები ძალისხმევა, რომელიც ხაზგასმულია ბოლხმ 2021 და ენჯ 2021 მიერ. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ბუნების ისტორიისა და ტაქსონომიის პატივცემული, მაგრამ უკვე აღარ მოდური შესწავლის ბიონომიის აღორძინებაზე, როგორც ამას DX 2016 უჭერს მხარს, განსაკუთრებით გლობალური ჩრდილოეთის აკადემიურ ინსტიტუტებში, სადაც ის მკვეთრად შემცირდა. ამის ბევრი რამ ბევრჯერ თქვა ბევრმა ადამიანმა, მაგრამ იშვიათად უფრო მჭევრმატყველად, ვიდრე DX 2016, გადაშენების ეპოქაში არ არსებობს უფრო დიდი პრიორიტეტები, ვიდრე სიცოცხლის სინთეზის დაჩქარება, ცოდნის გადარჩენა და ცნობიერების ამაღლება. ამისათვის ჩვენ გვჭირდება ჩვენი ყველაზე ძლიერი გაცნობა ყველა სახეობის შესახებ. გარდა ამისა, დედამიწაზე მთელი ცხოვრების შესახებ გონივრული ხედვის შესაქმნელად მნიშვნელოვანია, რომ დიდი, ლამაზი და ქარიზმატული ცხოველების გარდა, ყურადღება გავამახვილოთ ყველაზე სულელურ, უცნაურ და პატარა ფორმებზე არაქარიზმატულზე. უხერხემლოები. თუმცა, კვლევისა და აღმოჩენების სამჟამინდელი ტემპით, პლანეტის დარჩენილი და უსაბუთებელი 6 მილიონი სახეობის აღწერა 300 წელზე მეტი დასჭირდება. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს დარჩენილი სახეობების აღმოჩენის, შეგროვების, აღწერისა და დასახელების სირთულეები არ არის ტექნიკური ან ტექნოლოგიური, არამედ სოციოლოგიური და მარეგულირებელი. მაგალითად, ყველა კეთილი გაზრახვით 1992 წლის კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ და კერძოდ მისმა 2010 წლის დანართმა, ნაგოიას პროტოკოლმა, შემოიღო მარეგულირებელი ცვლილებები, რამაც ვიდრე ხელი შეუწყოს მას, ბიომრავალფეროვნების შეგროვებას და კვლევას უკიდურესად ართულებს, განსაკუთრებით ზოგიერთში. ყველაზე ბიომრავალფეროვნების ქვეყნებიდან ნაკლებად ცნობილი უხერხემლოების სიმრავლისთვის, რომელთა ადგილობრივი შესაძლებლობები აღწერეთ სახეობა აკლია. ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-15 კონფერენციის მე-15 შეხვედრის მომზადებისას,
მსოფლიოს მრავალმა ლიდერმა 2020 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ ბიომრავალფეროვნების გადაშენება 2030 წლამდე უნდა შეჩერდეს. და კუმინგის დეკლარაციის პირველი რეზოლუცია, რომელიც გამოქვეყნდა 2021 წლის 13 ოქტომბერს მხარეთა მე-15 კონფერენციის პირველი ნაწილის დროს. აიღო ვალდებულება შეცვალოს ბიომრავალფეროვნების ამჟამინდელი დაკარგვა და უზრუნველყოს, რომ ბიომრავალფეროვნება აღდგენის გზაზე დადგეს 2030 წლისთვის. უახლესი. ბუნებრივია, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მხარეთა მე-15 კონფერენცია სცილდება კეთილგანწყობის გამოცხადებას და აიძულებს მხარეებს შექმნან შესაძლებლობების გაძლიერება მეგამრავალფეროვან ქვეყნებში, ებრძოლონ გადაშენების უარყოფას და სკეპტიციზმს და ხელი შეუწყონ უკეთეს საზოგადოებას, მათ შორის ბევრ სხვა ქმედით ნაბიჯს, რომელსაც კაცობრიობა შეუძლია გადადგას. კრიზისთან საბრძოლველად. სამოქმედო იდეები ბევრია და მოიცავს საგნების უზარმაზარ ასორტიმენტს, დაცული ტერიტორიების სათანადო დიზაინიდან დაწყებული გადასახადებით, ოჯახის დაგეგმარებამდე და მწვანე სოფლის მეურნეობამდე, როგორც ჩამოთვლილია მიმოხილვებში, როგორიცაა სამთავრობოთა შორისო სამეცნიერო პოლიტიკის პლატფორმა ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური სერვისების შესახებ 2019. დავეპლ 2017, მაგრამ, როგორც ჩანს, პოლიტიკური ნება აკლია. გარდა ამისა, ჩვენ ვგრძნობთ, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის ზედმეტად მკაცრი შეზღუდვა, რომელიც მიზნად ისახავს ცალკეული ქვეყნების ბიოლოგიური რესურსების გარეკომერციული ექსპლუატაციისგან დაცვას, ხელახლა უნდა გადაიხედოს, რადგან ის ამჟამად აჩერებს გზას ბიომრავალფეროვნებისა და მის წინაშე არსებული კრიზისის ღრმა საბაზისო გაგებაში, განსაკუთრებით ტროპიკებში. ადგილობრივი შესაძლებლობების გაზრდა შეიძლება გარკვეულწილად ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ევროკავშირის პრეცედენტი, რომელმაც ადრევე მიაღწია თავის ამბიციურ მიზანს, შეაჩერა ბიომრავალფეროვნების დაკარგვა 2010 წლისთვის და მსოფლიოს ქვეყნების წარუმატებლობა სამთავრობათა შორისო სამეცნიერო პოლიტიკის პლატფორმა ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური სერვისების შესახებ. 2019 აიჩის სამიზნე ნომერი 12 დაწეს და 2010 წელს ნაგოიაში ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის მიერ 2020 წლისთვის ცნობილი საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების გადაშენება აღიკვეთა და მათი კონსერვაციის სტატუსი, განსაკუთრებით ყველაზე მეტად დაქვეითებული სახეობების, გაუმჯობესდა და შენარჩუნებულია, რა თქმა უნდა, არ იწვევს ოპტიმიზმს. გარდა ამისა, არსებობს შეშფოთება, რომ გამოყენებული ინდიკატორები ბიომრავალფეროვნების ეროზიის გასაზომად არ გაზომოთ გადაშენების რისკი. მაგრამ ჩვენ არ ავწერთ ხელებს და ვემხრობით სავარაუდო მე-6 მასობრივ გადაშენებას. პირიქით, ჩვენ რეალურად ვაღიარებთ, რომ კიდევ ბევრი დანაკარგი იქნება და ვარაუდობთ, რომ მნიშვნელოვანია ამ სამომავლო დანაკარგების წარმომადგენლების შენარჩუნება და დოკუმენტირება. მაგრამ, შესაძლოა, კრიზისის გასაჯაროების ძალის ხმევით, ბიომრავალფეროვნების მეცნიერებმა შეიძლება მიაღწიონ გარკვეულ წარმატებებს, ისეთი, რომ ამჟამად არსებული გლობალური ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვანი კომპონენტი შეიძლება შენარჩუნდეს ველურ ბუნებაში და ბევრი სახეობა, რომელიც დაიკარგება ველურიდან, მაინც შეიძლება იყოს. დაცულია მუზეუმებში მომავალი თაობის შესასწავლად და გასაოცრად. მე-6 მასობრივი გადაშენების უარყოფა, მისი უბრალოდ მიღება და არაფრის კეთება ან თუნდაც კაცობრიობის ვის მიერ განსაზღვრული, საკეთილდღეოდ მისი მიღება, გზას უხსნის მის განხორციელებას. 10. დასკვნები. ერთი დედამიწის ბიომრავალფეროვნების მე-6 მასობრივი გადაშენება, რომელიც განსხვავდება წინა მსგავსი მოვლენებისგან, რადგან ეს გამოწვეულია ადამიანის საქმიანობით, აღიარებულია ბევრის მიერ მინიმუმ 30 წლის განმავლობაში. ჩვენ განვსაზღვავთ ბიომრავალფეროვნების ამ კრიზისს, როგორც ყველა ანთროპოგენურ გადაშენებას მას შემდეგ, რაც თანამედროვე ადამიანები გაფართოვდნენ აფრიკიდან 200.000-დან 45.000 წლამდე, თუმცა გადაშენების ტემპები ახლა გაცილებით მეტია, ვიდრე თავიდანვე იყო. თუმცა ზოგიერთი უარყოფს, რომ არსებობს კრიზისი, რომელიც ეფუძნება ორ ძირითად კრიტიკას, აი პრეტენზია, რომ გადაშენების სავარაუდო ტემპები გადაჭარბებულია და რომ გადაშენების ამჟამინდელი მაჩვენებელი არ არის მნიშვნელოვნად აღემატება ბუნებრივ ფონურ სიჩქარეს და მესამე ორი იმის გამო, რომ ადამიანები არის ბუნებრივი სამყაროს ნაწილი. ადამიანის მიერ გამოწვეული გადაშენებები ბუნებრივი მოვლენაა, დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციური ტრაექტორიის ნაწილი. ორი ჩვენ ამ არგუმენტებს ვუპირისპირდებით იმის ჩვენებით, რომ გადაშენების ამჟამინდელი მაჩვენებლები,
განსაკუთრებით ხმელეთის უხერხემლოებში, გაცილებით მაღალია, ვიდრე ფონური გადაშენების მაჩვენებლები. ჩვენ ასევე ვაჩვენებთ, რომ იაკნის წითელ ნუსხაში U200B გადაშენების მონაცემების გამოყენება გადაშენების ამჟამინდელი ტემპების დასადგენად გარდაუვლად იწვევს მაჩვენებლების მკვეთ დაქვეითებას, გარდა ფრინველებისა, ძუძუმწოვრებისა და შესაძლოა ამფიბიებისა. წითელი ნუსხის მონაცემები ზოგიერთმა არასათანადოდ გამოიყენა კრიზისის არსებობის უარსაყოფად. და რამდენადაც კაცობრიობას აქვს არჩევანის უფლება, ჩვენ შემდგომში ვამტკიცებთ, რომ laissez-faire-ის დამოკიდებულება მიმდინარე გადაშენების კრიზისისადმი მორალურად არასწორია. 3. ჩვენ განვიხილავთ გადაშენების შეფასების ალტერნატიულ მიდგომებს. აქცენტს ვაკეთებთ უხერხემლოებთან მიმართვის აუცილებლობაზე და ვამტკიცებთ, რომ მოლუსკებს აქვთ მნიშვნელოვანი უპირატესობები უხერხემლოებს შორის მათი ჭურვების გამო, რომლებიც სიკვდილის შემდეგ რჩება მუდმივ ჩანაწერად, ხოლო სხვა უხერხემლოების უმეტესობა ქრება უკვალოდ და ამიტომ არასოდეს იქნებოდა ცნობილი, რომ ისინი არ შეგროვებულიყო გადაშენებამდე. თუმცა, ჩვენ აღვნიშნავთ ნამარხ მწერებზე მუშაობის უმნიშვნელო ნაწილს. ჩვენ განვიხილავთ ჩვენს საკუთარ კვლევებს მოლუსკებში გადაშენების შესახებ და ლოგიკური ექსტრაპოლაციით ვასკვნით, რომ დაახლოებით 2 მილიონი ცნობილი სახეობის 7-5-დან 13%-მდეას 50,000-დან 260,000-მდე შესაძლოა უკვე გადაშენებული იყოს დაახლოებით 1500 წლიდან. ეს არის 882.0. 0,4% სიდიდის ბრძანებები, რომლებიც ჩამოთვლილია იაკნის 2020 მიერ გადაშენებულად. 4. ჩვენ მოკლედ განვიხილავთ საზღვაო სფეროს და ვასკვნით, რომ ბევრ საზღვაო სახეობას ემუქრება მნიშვნელოვანი საფრთხე, რომელიც კვლავ იზრდება, მაგრამ ასევე დავასკვნით, რომ იყო შედარებით ცოტა გადაშენება და რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ მეექვსე მასობრივი გადაშენება უკვე მოიცავდა საზღვაო ბიოდა. თუმცა, მცენარეებს ემუქრებათ მრავალი საფრთხე, რომელსაც აწყდებიან ხმელეთის ცხოველები და განიცდიან კონსერვაციის მსგავსი მიკერძოებას, როგორც უხერხემლოებს, თუმცა არის მინიშნებები, რომ მათ შეიძლება განიცადეს გადაშენების დაბალი მაჩვენებელი. 5. არსებული სახეობების დიდი ნაწილის გადარჩენის პროგნოზი არ არის კარგი. ჩვენი მიმოხილვა აყალიბებს არგუმენტებს, რომლებიც ცხადყოფს იმის დემონსტრირებას, რომ არსებობს ბიომრავალფეროვნების კრიზისი, სავარაუდოდ, მეექვსე მასობრივი გადაშენების დასაწყისი. ერთგული კონსერვაციის ბიოლოგები და კონსერვაციის სააგენტოები აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ, ძირითადად ორიენტირებულია საფრთხის წინაშე მყოფ ფრინველებსა და ძუძუმწოვრებზე, რომელთა შორის ზოგიერთი სახეობა შეიძლება გადარჩეს გადაშენებისგან, რომელიც სხვაგვარად მოხვდებოდა. მაგრამ ჩვენ პესიმისტურად ვუყურებთ დედამიწის ბიომრავალფეროვნების უმეტესი ნაწილის ბედს, რომლის დიდი ნაწილი გაქრება ისე, რომ ჩვენ არ ვიცოდეთ მისი არსებობის შესახებ. კრიზისის უარყოფა, მისი მიღება და არაფრის კეთება, ან მისით აღქმა და მანიპულირება ხალხის ურყევის სარგებლისთვის, რაც ეჭვგარეშეა განსაზღვრული პოლიტიკოსებისა და ბიზნეს ინტერესების მიერ, მორალური პასუხისმგებლობის გაუქმება.